პირველი არხი და იბერია წარმოგიდგენთ. მშვიდობისა მოგესალმებით ყველას, ვინც გვიყურებს საქართველოში და საქართველოს ფარგლებს გარეთ. 26 მაისი ათვლის ახალი წერტილი გადაწყვეტილება მიღებულია, ხელისუფლება აღლუმს აღარ ჩაატარებს. 26 მაისს რუსთაველზე საკუთარ მხარდამჭერებთან ერთად ოპოზიცია იდგება. როგორ ფიქრობთ, რას უკავშირდება ეს გადაწყვეტილება? ხელისუფლება შეშინებულია და იძულებული ოპოზიციას დაუთმოს, თუ როგორც განცხადება გაკეთდა დაპირისპირების თავიდან ასაცილებლად. გაზეთი ალია წერს, რომ ამ თემაზე თითქოს გიგი უგულავასა და გოკა გაბაშვილის შორის სერიოზული დაპირისპირება მოხდა. თითქოს აღლუმის დღის წესრიგიდან მოხსნას მხარს უჭერდა უგულავა, რაზეც მძაფრი რეაქცია ჰქონდა გაბაშვილს, რომელიც ალიას ცნობით ამტკიცებდა, რომ აღლუმის მოხსნა სიტუაციის დათმობას დაემსგავსებოდა. სწორედ ამ შეკითხვით დავიწყებ დღეს გოკა გაბაშვილთან საუბარს, იგი გადაცემის მეორე სტუმარი იქნება, მანამდე კი თემები, რომელსაც დღეს პოლიტიკურ კვირაში წარმოგიდგენთ. კვირის მთავარი თემა და მთავარი მოქმედი გმირები პოლიტიკურ კვირაში. 26 მაისამდე უნდა დაინიშნოს დრო, როდის ჩატარდება ის არჩევნები, რითიც ჩვენ გავაფორმებთ მიხეილ სააკაშვილის წასვლა. შეხვედრა მიხეილ სააკაშვილთან შინაგან საქმეთა სამინისტროში, დახურული შეხვედრის დეტალები და შედეგები. მოусმინეთ პოლიტიკოსებს, ვინც უშუალოდ იღებდნენ ამ შეხვედრებში მონაწილეობას. ვადასტურებ ისევ სურვილს, რომ შეხვედრა გაგრძელდეს ხელისუფლებასთან. თუ იმეს უნდა, რომ გააგრძელოს დიალოგი, ეს ნებისმიერის უფლებაა. არც ერთ ოპოზიციის ლიდერს არ აქვს უფლება, რომ წავიდეს ოპოზიციური ერთობის წინააღმდეგ. მართლა უყვირა თუ არა და რატომ გაუმახვილა მიხეილ სააკაშვილმა ყურადღება კახა შარტავას ეროვნული ფორუმის მაღარ რეიტინგზე, ვის რა შესთავაზა პოლიტიკური მოწინააღმდეგეებიდან, გაკეთდა თუ არა მინიშნება ალასანიას სავარაუდო პრემიერობაზე, ლევან გაჩეჩილაძის სავარაუდო მერობაზე და ეროვნული ფორუმის სავარაუდო გამარჯვებაზე მომავალ საპარლამენტო არჩევნებში. კახა შარტავას პოლიტიკური კვირა. 26 მაისს ჩვენ და ოღონდ არა სააკაშვილი ჩავატარებთ სამოქალაქო აღლუმს. აღლუმი და სხვა სადღესასწაულო ღონისძიებები არ ჩატარდება და მე ამაში ტრაგედიას ვერ ვხედავ. მოიძებნება ისეთი ფორმები 26 მაისის აღნიშვნისა, რაც იქნება აბსოლუტურად ყველასთვის მისაღები. 26 მაისს აღლუმი აღარ ჩატარდება, რას ნიშნავს ეს გადაწყვეტილება? სააკაშვილისა და მისი გუნდის უკან დახევას თუ დაპირისპირების თავიდან აცილების მცდელობას? მოусმინეთ გოკა გაბაშვილის პოლიტიკურ კვირაში, მართლა ეწინააღმდეგებოდა თუ არა გაბაშვილი აღლუმის გადადებას. თარგამაძე თვითონ არის იგივე მიშა. რატომ გააკეთა სააკაშვილმა აქცენტი გიორგი თარგამაძესა და მის შანსებზე 2013 წლისთვის? ოპოზიციის ბრალდებებს მის წინააღმდეგ ამ დღეებში ნინო ბურჯანაძეც მიემატა. რა პასუხი აქვს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარისთვის გასაცემი იმედის თემაზე? ტელეკომპანია იმედის ყოფილ ყველაზე პოპულარულ ჟურნალისტს, ქრისტიან დემოკრატების ლიდერი გიორგი თარგამაძე პოლიტიკურ კვირაში. 26 მაისი ათვლის ახალი წერტილი ქართულ პოლიტიკაში. მაშასე დღევანდელ ეთერს უთმობთ ადამიანებს, რომლებიც უშუალოდ ესწრებოდნენ სააკაშვილთან შეხვედრას. შედეგი არ ყოფილა. სააკაშვილის გონია, რომ ამ ქვეყანაში ყველაფერი ძალიან კარგადაა, ჩვენ კი გონია, რომ ძალიან ცუდად. ეს იყო ლევან გაჩეჩილაძის პირველი კომენტარი შეხვედრის შემდეგ. გაჩნდა უამრავი კითხვა და მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ასეთიც იყო. შეხვედრა შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარეობდა და ამ ქვეყანაში, რომელიც ტელედაპატიმრებებითა და ფარული ჩანაწერებით გამორჩეულია, რასაკვირველია, უნდა ვივარაუდოთ, რომ ამ შეხვედრის ფარული ვიდეო ჩანაწერიც გაკეთდებოდა, რომლის ნახვა ოღონდ ყოველგვარი მონტაჟის გარეშე ალბათ თითოეულ თქვენგან საინტერესებს.
გაზეთი ყველა სიახლე აქვეყნებს ინტერვიუს სალომე ზურაბიშვილთან, სადაც შეკითხვაზე რა თანამდებობები შესთავაზა პრეზიდენტმა ოპოზიციას, იგი ასეთ რამეს ამბობს. სააკაშვილმა შარტავას უთხრა, რომ ეროვნულ ფორუმს მაღალი რეიტინგი აქვს, რაც ალბათ იმას ნიშნავდა, რომ მას სურს მომავალ პარლამენტში მათი ხილვა. ალასანიამ მიიჩნია ყველაზე რეიტინგულ პოლიტიკოსად და სავარაუდოდ პრემიერობა უწინასწარმეტყველა. ლევან გაჩიჩილაძესთან კი აღიარა თბილისის არჩევნების წაგება და ალბათ მომავალ მერად ხედავსო. მაშასე კახა შარტავა, გოკა გაბაშვილი და გიორგი თარგამაძე დღევანდელ პოლიტიკურ კვირაში სტუდიაში ვთხოვ ეროვნული ფორუმის ერთ-ერთ ლიდერს კახა შარტავას. ბატონო კახა, დიდი მადლობა რომ იღებთ მონაწილეობას დღევანდელ გადაცემაში. თქო დაიკავოთ თქვენი ადგილი, თქვენი ყავით დიდი მადლობა. თქვენი ყავით ის ერთ-ერთი მონაწილე შეხვედრისა 4-დან, რომელიც ოპოზიციამ წარაგზავნა, ასე ვთქვათ, პრეზიდენტთან შესახვედრად. მე მინდა დავიწყო თქვენთან საუბარი სწორედ იმ თემით, რომელიც სათაურად გაზდევს ჩვენს დღევანდელ გადაცემას. 26 მაისი რეალურად ეს თარიღი დასახელდა ათვლის ახალ წერტილად. რა სიტყვის ოპოზიცია 26 მაისს გადაწყვეტილება უკვე მიღებულია, აღარ ტარდება აღლუმი. ოპოზიცია თავის მხარდამჭერებთან ერთად იდგება 26 მაისს რუსთაველზე. ხელისუფლება აცხადებს, რომ ეს ყველაფერი გაკეთდა სავარაუდო დაპირისპირების თავიდან ასაცილებლად. ჩვენ დავსვით ასეთი კითხვა, ამ კითხვას მე ბატონ გოკა გაბაშვილსაც დავუსვა მოდნავ მოგვიანებით. ეს შეიძლება თუ არა ნიშნავდეს, რომ ხელისუფლება ვთქვათ არის შეშინებული, რომ იგი უკან იხევს ან რაღაცეებს თმობს, მაგრამ იმ შეხვედრის შედეგებიდან გამომდინარე, რომელიც შედგა თქვენსა და მიხეილ სააკაშვილის შორის, პრაქტიკულად შედეგი თქვენივე განცხადებით არ დადებულა. რა სიტყვით 26 მაისი ათვლის ახალი წერტილი, რას უნდა ველოდოთ 26 მაისიდან, რატომ გეღიმებოთ? მოგესალმებით. არა, შედეგი იმ შეხვედრას ეტყობა ქონდა, ანუ ერთ-ერთი თავარი შედეგი ის არის, რომ მაგერ აღმოჩნდა თქვენ სტუდიაში, кайხანი არ ყოფილ ვარ და არ გვისაუბრია. ეს სასიამოვნო შედეგია, რაც შეეხება 26 მაისს. ჩემი სტუდიის სტუმრობა თუ იქნებოდა შედეგი, მაშინ არ იყო საჭირო ამდენი საპროტესტო მიტინგები ყოველდღიურად, არა მეც არ ვარ ყოველდღე, მაგრამ ყოველდღიურად დაგითმობთ ეთერში. შედეგი საინტერესო არაფერი მოუტანია ჯერჯერობით, გარდა იმისა, რომ შევთანხმდით, ჩემდა გასაოცრად, იმ შეხვედრაზე შევთანხმდით იმაზე, რომ სხვადასხვა რეალობას წარმოადგენს, სხვადასხვა რეალობაზე ვსაუბრობთ და ქვეყანის შექმნილი სიტუაცია სხვადასხვა კუთხით გვაქვს დანახული, ან ორი რეალობა არსებობს, ეს მე პირდაპირ ვუთხარი, რეალობა, სადაც ხელისუფლების მიერ გაცხადებული აღმშენებლობა, წინსვლა, ბედნიერება და ასე შემდეგ ეს იმყოფება და მეორე რეალობა, რომელსაც ჩვენ წარმოადგენთ, სადაც ადამიანები წლების განმავლობაში იტანჯებიან შიშისგან, უსამართლობისგან, ძალადობისგან, თვითრეალიზების შესაძლებლობის არქონისგან და ასე შემდეგ. და ეს ტანჯვა, რომელიც დაიწყო ქვედა დონეზე, როცა ადამიანები ფიქრობდნენ, რომ ადგილზე რაღაც პრობლემების მოგვარება შესაძლებელია, სასამართლოს მეშვეობით შესაძლებელია, ასე შემდეგ, თანდათან ავიდა ზევით, იმიტომ რომ პირველ ხანებში არავინ მაინც და მაინც მიშა წადის არ ყვიროდა, ბევრს ჰქონდა იმედი, რომ სააკაშვილი საქმის ყურში არ არის, პრეზიდენტმა რაღაც არ იცის, თანდათან მიხედავს და საბოლოო ჯამში მივიდა სწორედ იმ ლოზუნგამდე. გადადექი. ეს დაფიქსირებული იყო ჩვენი მხრიდან და სააკაშვილის საქმის ყურში არ არის არგონია, რომ ამას ფიქრობდა, ვთქვათ, ბევრი ადამიანი, იმიტომ რომ სააკაშვილი არ არის შევარდნაძე, მე ვგულისხმობ თუნდაც ასაკს. როგორც თვითონ აცხადებს, კი, არ არის შევარდნაძე მართალია. ხშირად იმეორებდა იგი ამ სიტყვებს? ერთი-ორჯერ იქაც გაიმეორა, რომ ეს არ არის ის დროინდელი ხელისუფლება და ასე შემდეგ. ამან ბუნებრივია გამოიწვია ის, რომ გაგრძელება უნდა მოყვეს ამ საპროტესტო აქციებს, რაღაცა ეპიცენტრი უნდა გაკეთდეს და გარდატეხა უნდა შევიტანოთ ამ პროცესებში, რომლებიც ამ თვის განმავლობაში მიმდინარეობს. ბატონო კახა, რა ტიპის გარდატეხა? თუკი ჩვენ საუბრობთ, რომ ამხელა ერთვიანი საპროტესტო მოძრაობის და დაუსრულებელი მიტინგების და პროტესტის ფონზე შედეგი პრაქტიკულად არაფერი არ დაიდო და ოპოზიციამ რაც შეიტანა, ისევე ის გამოიტანა მართლა პირდაპირ მნიშვნელობით, რა შედეგზე საუბრობთ მას? რა შეიცვლება? გამოხვედით თქვით, რომ არანაირი გადაწყვეტილება, არანაირი დათმობა ხელისუფლების მხრიდან არ ყოფილა და რისი იმედი აქვს ეს ოპოზიცია? თავად შეხვედრა რომ შედგა და მიუხედავად იქ დასავლეთის ზეწოლა იყო, რაც იყო, როგორც იყო, შეხვედრა შედგა. ეს ნიშნავს, რომ რაღაც პროცესები მიმდინარეობს ქვეყანაში, რომელმაც იძულებული გახადა ხელისუფლება მასთვის არასასურველ თუ არამოსაწონ ოპოზიციას შეხვედროდა. კი, მაგრამ შედეგი თუ არ აქვს ამ შეხვედრას მას რა აზრი? შედეგი შეხვედრას ექნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ჩვენ ხელისუფლებას მივიყვანთ იმის აღიარებამდე, რომ ქვეყანაში მინიმუმ პოლიტიკური კრიზისია
პოლიტიკური კრიზისი ადეკვატურ მიდგომას მოითხოვს. როგორ მიიყვანთ ბატონო კახა, მოდით გაიხსენეთ იმ შეხვედრის დეტალები. ძალიან ბევრი რამ ითქვა, დაიწერა, მე აღარ მინდა რომ გავმეორდეთ იმ ინფორმაციებით, რომელიც ითქვა უკვე არაერთხელ ეთერში თუ გაზეთის ფურცლებზე, მაგრამ ტონი, რომლითაც ხელისუფლება ოპოზიციას ესაუბრებოდა, როგორც გაირკვა, ალია იმაზეც კი წერდა, უყვირა თუ არა კახა შარტავას სააკაშვილმა, ესეც საინტერესოა მართლა, რა სიტყვით. არა, რა თქმა უნდა, ჩემთვის ყვირილი არავის დაუპირებია, თუმცა ცნობილია ჩვენთვის ხელისუფლების წარმომადგენელთა გარკვეული ემოციურობა, როდესაც ისინი საუბრობენ, თუმცა მოვახერხებთ ჩვენ მაინც რომ საუბარმა უფრო ისეთ შვიდ სერიოზულ სამუშაო ვითარებაში კი ბატონო, სწორედ აქედან გამომდინარე, ანუ თუ კი ეს ტონი რაც შეეხება ჩვენებას, მოდეშ ვიხდი რა უნდა ვაჩვენოთ, როგორ უნდა ვაჩვენოთ. ძირითადი აქცენტი მაინც ხელისუფლების მხრიდან, მე ხელისუფლებას რომ თქვენ შეგიძლიათ აჩვენოთ რამეს. როდესაც ის პროტესტზე საუბრობს, ძირითადად არის მისი არგუმენტი, რომ ცოტანი ხართ ეს მთელი საქართველო არ არის, რამოდენიმე ათასი ტვინ გადაბრუნებული და ტვინ ნაღრձობი ყოველთვის მოიძებნება, რომელიც უკმაყოფილოა, თუმცა სიტყვით ასე თქვა სააკაშვილმა. ხო, ერთ-ერთი ტვინ ნაღრձობიან გადაბრუნებული ეს სიტყვა იყო. ეს ხალხზე თქვა თუ ოპოზიციის ლიდერებს? იმ ათასებზე, რამოდენიმე ათასზე, რომელიც შეიძლება იქ იდგეს ქუჩაში ყოველ დღე. და საინტერესო ის არის, რომ ახლა სერიოზულ საუბარს როცა აპირებ, თქვა ხელისუფალი ხარ და ხვდები ვიღაცას, შეიძლება შეკითხვა მაინც დასვა უბრალოდ, ხო? აი რატომ, რა უნდათ, რატომ ითხოვს ეს ხალხი მაინც და მაინც გადადგომას. ახლა ასეთი შეკითხვები იქ არ დასმულა, ანუ ინტერესი აი იმ საფუძვლიანი გულისწყრომის მიმართ და მისი ფესვების მიმართ, რაც ქვეყანაში ახლა ბობოქრობს, ხო, არ გამომჟღავნებულა, მათი ძირითადი აქცენტი კეთდება იმაზე, რომ ეს ცოტაა და თბილისში არის ლოკალიზებული. შესაბამისად, საჩვენებლად არ შეახსენეთ ვარდების რევოლუციისას რამდენი ადამიანი იდგა პარლამენტის წინ ბატონო კახა. მაგის შეხსენებებს აზრი არ ქონდა, ჩვენ მოგვიწევს ოპოზიციას, მოუწევს იმის დემონსტრირება, გამოაშკარავება და არახელოვნურად შექმნა, თუ რა კრიზისი მძუნაურებს ქვეყანაში. რაოდენობა ჭირდება მთელი საქართველოს მასშტაბით. ეს რაოდენობა უნდა დაფიქსირდეს და ხალხის ნება, რომ ისინი რეალურ ცვლილებას ითხოვენ, ეს უნდა დავაფიქსიროთ და ვაჩვენოთ. ამას რა თქმა უნდა მარტო სტადიონი ერთი არ ეყოფა და სტადიონის ფუნქცია მარტო ის ვერ იქნება, რომ დათვალონ ახლა რამდენი ადამიანი შეკრებილი. გადაწყვეტილება იქნება სტადიონს მიღებული და პარალელურად ჩვენ ვფიქრობთ, რომ მთელ საქართველოში ღონისძიებათა ისეთი კასკადი უნდა იყოს დაგეგმილი. აი ეს არის სწორედ კონკრეტული პასუხი, რაც ითხოვს ის შეკითხვა. აგრძნობინებს მთელ სოფლიოს, რომ ქვეყანაში მართლა კრიზისია და ამ კრიზისის სათავე და საფუძველი არის ის, რომ ადამიანები გაწვალებულები არიან და ითხოვენ ცვლილებებს. ეს უნდა დავაფიქსიროთ. კონკრეტულად რა ღონისძიებები წინასწარ ახლა დიდი დროა იქამდე დარჩენილი და მაინც და მაინც ამის გამოაშკარავებისგან თავს შევიკავებდი, რომ მორიგი მუხროვანი ან რაღაცა მსგავსი რამე არ მოხდეს და არ თქვენ ელოდებით, რომ 26 მაისამდე შესაძლებელია მოხდეს რაღაც მორიგი მუხროვანი? რა შეიძლება მოუვიდეს თავში ხელისუფლებას ეს ერთ-ერთი მხრივ გათვლადიც არის. რაც მეთოდები ვნახეთ მათი გარდა იმისა, ჯარისადმი დამოკიდებულება ამ ბოლო დროს როგორი ჩამოყალიბდა. როგორი ბატონო? როგორი ჩამოყალიბდა და ნუ მიზანმიმართული ზეწოლა მიდის ჯარისკაცებზე, ოფიცრებზე, იქ ვინც დაიჭირეს იმათი წამებები მიდის, როგორც ამობენ და ეს კიდე გამოსააშკარავებელი იქნება. გარდა ამისა, ჯარის გადაქცევა უნდათ ალბათ ისეთ მორჩილ შეიარაღებულ მექანიზმად, რომელიც მხოლოდ ერთ პიროვნებას და მის გარემოცვას დაიცავს და ჯარი ახლა რომელმაც მით უმეტეს ომი გაიარა და რუს ებრძოლა, არ ამგონი ამას აყვეს და ამავე დროს ის საფრთხეც უნდა გამოვრიცხოთ ყველამ ერთად, რომ ჯარმა და არმიამ რაღაც პოლიტიკურ პროცესებში მიიღოს მონაწილეობა, ეს მათი საქმე არ არის. მათ გარეშე უნდა გაკეთდეს ისე, რომ მათი უფლებების დაცული იყოს, რა თქმა უნდა და ვერავინ ვერ გაბედოს მათი ღირსების ხელყოფა, ეს მათ არ დაუმსახურებიათ. ბატონო კახა, სალომე ზურაბიშვილის ინტერვიუ, რომელიც მე წეღან წავიკითხე, გაზეთ ყველა სიახლისთვის მიცემული. შეკითხვაზე რა თანამდებობების შესთავაზა პრეზიდენტმა ოპოზიციას, იგი პასუხობს, სააკაშვილმა შარტავას უთხრა, რომ ეროვნულ ფორუმს აქვს მაღალი რეიტინგი, ეს ალბათ სავარაუდოდ უნდა ნიშნავდეს იმას, რომ მას სურს თქვა მომავალ პარლამენტში იხილოს ისინი. შეიძლება რეიტინგი არა, მე რამდენადაც მახსოვს, იქ ნახსენები იყო, რომ ეროვნული ფორუმი არის ყველაზე ორგანიზებული ძალა, ამას რეიტინგიც მოყვა თუ არა, ამისთვის აღარ მიმიქცევია. კი ბატონო, ალასანია მიიჩნია ყველაზე რეიტინგურ პოლიტიკოსად და სავარაუდოდ პრემიერობა უწინასწარმეტყველა და ლევან გაჩეჩილაძესთან კი აღიარა თბილისის არჩევნების წაგება და ალბათ მომავალ მერად ხედავსო. რა სიტყვით? პერსონიფიცირება ამ დიადი შეთავაზებების იქ არ ყოფილა, რა თქმა უნდა და მინისტრების თუმცა აქ პერსონიფიცირებაზე შეიძლება ვისაუბრო თუ გავიხსენებთ როგორ შეხვდა პრეზიდენტი 4 პოლიტიკოსიდან 3-ს და როგორ გამოკვეთილად ცუდად შეხვდა სალომე ზურაბიშვილს. ალბათ არ აქვს თლათქმელი ურთიერთობები და არც უნდა გქონდეთ, მით უმეტეს ახლა ქალბატონი სალომე
პრინციპული მებრძოლია, რასაც მე ამ წლების განმავლობაში დავაკვირდი ამ რეჟიმის წინააღმდეგ და ბუნებრივია, რომ მათ კარგი ურთიერთობები არ ექნებათ, მით უმეტეს, რომ ისეთი ადამიანების ოპოზიციაში ყოფნა, რომელიც თავის დროზე თითქოს სააკაშვილმა მოძებნა გვერდში დაიყენა და ამ შემდეგ კიდევ უფრო ხაზს უსვამს იმას, რომ ეს ბრძოლა სამართლიანია და რაღაცა არის ამ რეჟიმში ისეთი, რაც ისეთი ადამიანებისთვისაც კი როგორც თუნდაც ირაკლი ალასანია, სალომე ზურაბიშვილი, რომ მიუღებელს ხდის ამ რეჟიმს და მასთან ბრძოლას. ეს თავისთავად ძალიან საინტერესო თემა, იმდენად რამდენადაც დღევანდელი ოპოზიციის ძირითადი ნაწილი მთლიანად არა, მაგრამ ირაკლი ალასანია, ნინო ბურჯანაძე, სალომე ზურაბიშვილი, გოგა ხაინდრავა, ირაკლი ოქრუაშვილი, ზურაბ ნოღაიდი ყველანი დღეს აცხადებენ, რომ ისინი კატეგორიულად მოითხოვენ სააკაშვილის გადადგომას თანამდებობიდან. ანუ მისი დღევანდელი ოპოზიციის ძალიან დიდი ნაწილი არის ყოფილი ხელისუფლება. ბატონო კახა, ერთი კითხვა მინდა დაგისვათ. აი, აქედან გამომდინარე ამ შეხვედრიდან, რომელიც გაიმართა თქვენსა და საქართველოს პრეზიდენტს შორის. თქვენ მაინც ამბობთ, რომ გაქვთ კიდევ იმის იმედი, რომ იგი გადადგება? რა ეთყობოდა ხელისუფლებას? მის ტონში იგრძნობოდა რაიმე, რომ ოპოზიციისთვის აპირებს დათმობას? რაიმე განსხვავებული თუ შეამჩნია, თუ კან დახევის მსგავსი? ნიშანდობლივი არის, რა თქმა უნდა, ახლა მაქსიმალურად ცდილობენ არაფერი არ შეემჩნიონ, მაგრამ ნიშანდობლივი არის ხოლმე პატარ-პატარა ფრაზები, როდესაც პოლიტიკური დისკუსია მიდის. მაგალითად ის, რომ ჩვენ არ გვეშინია, არაფრის არ გვეშინია, არავისი არ გვეშინია. ამ შიშზე ხაზგასმა ნიშნავს, რომ თუნდაც ქვეცნობიერში რაღაც გაწვალებს და საფრთხეს გრძნობ. ეს არის და ეს დაფიქსირდა, საჯარო გამოსვლებშიც კი დაფიქსირდა, მას შემდეგ რაც შეხვედრის ბოლოს გააკეთა მიხეილ სააკაშვილმა განცხადება. ამიტომ ეს პროცესი, ხელისუფლების ცვლილების პროცესი დაწყებულია, მაგრამ აქ რატო ვწვალობთ ამდენს ჩვენ ახლა. როდესაც ასეთი ტიპის რეჟიმს ებრძვი, გამოსავალი გაქვს, მით უმეტეს როცა გაიარა გაყალბებული არჩევნების პერიოდი, ეპოქა და მიიღე დასტურად, რომ არჩევნებსაც არ გატარებინებენ და არჩევანის საშუალებას არ გაძლევენ. ან შენ ამ პროცესებს მიმართავ მაშინ საყოველთაო გაფიცვებისა, საერთო-ეროვნული დაუმორჩილებლობის მიმართულებით და რაც არ უნდა კოხტა პოლიტიკურ ჩარჩოში მოაქციო, ეს შეიძლება მოინათლოს მაინც როგორც დემოკრატიული, უსისხლო, მშვიდობიანი, ხალხერდოვანი რევოლუცია, რაც არ არის სასურველი ჩვენი მწვავე მწარე გამოცდილებიდან გამომდინარე. ამიტომ სასურველი რაც არის, იქნებ მოხერხდეს თუ თეორიული შანსი მაინც არსებობს, რომ თავად ეს რეჟიმი ხელისუფლება ჩართო თანამონაწილე გახადო მათივე ცვლილების პროცესისა. მაგრამ თუ ხელისუფლება გამოდის და საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების გეუბნებათ, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები და საარჩევნო კანონმდებლობა ჩართვის პროცესი ნიშნავს ხელისუფლებისთვის, რომელსაც ჩვენ უპირებ ხელისუფლებიდან ჩამოცილებას და ადგილებზე პროტესტის ისეთი მასშტაბის დახვედრებას, რომ ფეხის დასადგმელ ადგილს არ უტოვებ, შეთავაზება მისი წასვლის, გადადგომის არჩევნების ვარიანტისა, საარჩევნო გარემოს შექმნისა, რომელიც უზრუნველყოფს პრეზიდენტის გადადგომას, საპრეზიდენტო არჩევნებს, საპარლამენტო არჩევნებს. მაგრამ შევხედოთ ეხლა ამ რეალობას თვალებში. არის სურვებს, მან არის სურვა, მან თქვა თავის სათქმელი. შესაბამისად, ოპოზიცია საზოგადოებას, სამოქალაქო საზოგადოებას მოუწევს იმის დაჩვენება და დაჩემება და დემონსტრირება, რომ მიხეილ სააკაშვილის და მისი გარემოცვის გადასაწყვეტი აღარ უნდა იყოს ეს საკითხი. ერთი წუთი, თუ შეიძლება, უნდა დამიკონკრეტოთ. თქვენ წეგან თქვით, რომ ჯობს, რომ მაშინ თანამონაწილე გახადო ამ საუბრების. ანუ თქვენ ფიქრობთ, რომ კიდევ უნდა გაგრძელდეს პრეზიდენტთან შეხვედრები, უნდა გაგრძელდეს დიალოგი და ეს იქნება შედეგიანი. მაგასაც დაგიკონკრეტებთ. აზრი საუბარს ორ დაპირისპირებულ მხარეს შორის აქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი შექმნილ რეალობას მეტნაკლებად ერთნაირად აფასებენ. ანუ თუ ხელისუფლება აღიარებს, რომ ქვეყანაში დიახაც კრიზისული სიტუაცია, რომლის პოლიტიკურ ჩარჩოებში მოქცევა შეიძლება იმ ფორმით, რომ ამას პოლიტიკურ კრიზისს დავარქმევ, თუმცა ჩემთვის ეს ეროვნულ სახელმწიფოებრივი კრიზისია. პოლიტიკურ კრიზისიდან გამოსავლის რა საშუალებები არსებობს? პირველი და უმთავრესი. ადამიანებს, რომლებსაც გულისწყრომა უკმაყოფილება აქვს და კრიზისს როგორც ჩიხს განიხილავენ, არჩევანის საშუალება უნდა მიცე. თუ ამაზე მოდის ხელისუფლება და თუ წამოვიდა, მაშინ აქვს აზრი საუბარი. არა, თქვენ იყავით მასთან შეხვედრაზე, ამიტომ გეკითხებით, პირისპირ გესხდენა და არ მოდის. თუმცა პროცესის გაგრძელებისა და განვითარების შემთხვევაში მე არ გამოვრიცხავ, რომ ის იზოლებული გახდეს, დაждდეს და ამ თემაზე საუბარი. პროცესის განვითარების დიალოგის თუ საპროტესტო. აი ამ პროცესის დიალოგს იმ ადამიანების მხრიდან, ვინც მაინც ფიქრობენ, რომ ირაკლი ალასანია მაგალითად აკეთებს თუმცა ირაკლის არასდროს არ უთქვამს, რომ ეს ტყუილი წყლის ნახვა უნდა გაგრძელდეს. იგი ამბობს, რომ საპროტესტო აქციების ფონზე, რომლებიც გამოკვეთს მართლა კრიზისს,
ლაპარაკს აზრი აქვს, თუ მართლა ფიზიკურ ანგარიშწორებას არ უპირებთ ერთმანეთს და აქ რა თქმა უნდა ომს და უბედურებას არავინ არ გეგმავს. ამიტომ თუ შესაძლებელია აღიარონ მათ რომ კრიზისია რომლიდან გამოსავალი მათი მშვიდობიანი, მათივე თანამონაწილეობით ხელისუფლებიდან წასვლა და მიიღონ ამაში მონაწილეობა, ოღონდ პირობები მაოცებთ ეხლა ბატონო კახა თქვენი შეხედვით თქვენ ოთხნი ამ შეხვედრაზე სააკაშვილის და მისი გუნდის პირისპირ და თქვენ კიდევ დღეს ამბობთ თუ მე გეკითხებით მტკიცებით ფორმაში მაინტერესებს თქვენი პასუხი თქვენ ნამდვილად გჯერათ რომ კიდევ არის შესაძლებელი რომ ეს ადამიანები წამოიყვანოთ თუნდაც პოლიტიკური კრიზისის აღიარებაზე და ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებზე კი არ გეკითხებით თუნდაც ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები რო არ მჯერა რა თქმა უნდა არ მჯერა მაშ რა თამაშია ეხლა ეს თამაში არ არის ეს არის პოლიტიკოსის პასუხისმგებლობა, რომელიც ვალდებულია ყველა შანსი გამოიყენოს იმისათვის, რომ ქვეყანაში მიმდინარე პროცესები არ დაემსგავსოს უმართავ ქაოსს და რაც შეიძლება ნაკლები წინააღმდეგობა დაჭირდეს გადასალახად მოქალაქეს, რომელიც უნდა მივიდეს შედეგამდე. თორე წინააღმდეგ შემთხვევაში ახლა იმის დაჩემებას უბრალოდ რომ არაფერი არ გვაინტერესებს, არავის არ უყურებთ, მივდივართ ბოლომდე, ვიძახით მარტო ამ გადადექის და მაქსიმალურად ვაკეთებს ყველაფერს იმისათვის, რომ გადაყენებული ბოდიშვიხთი აღმოჩნდეს ხელისუფლებიდან ეს ძალა, ამის გაკეთებას არაფერი არ უნდა აკეთო. მაგრამ რო არ მოხდეს ეს პროცესი იზოლაციაში, მათ შორის საერთაშორისო იზოლაციაში, იქნებ უფრო ცივილური ფორმა მიეცეს ამას, თუმცა ეს ხელისუფლებაში მყოფი ძალის გადასაწყვეტია და არა ჩვენი, იმიტომ რომ ჩვენ მაინც ბოლომდე წასვლას ვიპირებთ, ეს გადადგომა დღეს და ხვალ და ზეგ მაინც რეალური და შემდგარი ფაქტი იქნება. როგორ იქნება რეალური და შემდგარი ფაქტი? საპროტესტო მუხტის ისეთი სახის ღონისძიებად ქცევის, რომლებიც დაადასტურებენ, რომ ხელისუფლება ქვეყანაში ვეღარ ფუნქციონირებს. მოდით მითხარით თქვენი გეგმის შესახებ, ბატონო კახა. დღეს ეს არის ძალიან საინტერესო. ხელში აიღო მოქალაქემ, რასაც დაჭირდება შემდეგ, რა თქმა უნდა, დე-იურე გაფორმება. რა არის ოპოზიციის გეგმა სამოქმედო იმისათვის, რომ ამ შედეგს მიაღწიოთ? ეს არის კონკრეტული კითხვა, რომელზეც ალბათ კონკრეტული პასუხი იყო საჭირო. კონკრეტული პასუხი უნდა იყოს, მაგრამ არა ასეთ გეგმის დაზუსტება და კონკრეტებით, რომელიც თავად ამ გეგმის განხორციელებას შეუშლის ხელს, მაგრამ მარტივად რო ვთქვა, მთელი საქართველოს ფეხზე დაყენება, ორგანიზებული, მობილიზებული ადგილებზე, არა მარტო რუსთაველზე თავმოყრამათი, არამედ ყველგან ადგილებზე დაყენება ფეხზე საქართველოს იმ აქტიური ნაწილისა, რომელიც აღარ მიცემს ხელისუფლებას ამ ხალხის ნების გარეშე რაიმე გადაწყვეტილება. ანუ გაიშლება საპროტესტო აქცია მთელ საქართველოზე. უნდა გაიშალოს ყველა შემთხვევაში. მაგისტრალების გადაკეტვა რჩება თუ არა ისევ ძალაში, ეროვნული დაუმორჩილება. ამის გასაკეთებლად საჭირო იყო ადგილებზე სამოქალაქო კომიტეტების, ორგანიზებული ჯგუფების, მიზანმიმართული ინფორმირებული ჯგუფების ჩამოყალიბება, რათა არ იყო დამოკიდებული მხოლოდ სტიქიურ გამოძახებაზე ადამიანებისა, რომლებიც ხან ახერხებენ მოსვლას, ხან ვერ ახერხებენ. ამ ჯგუფების შექმნა გრძელდება, მაინც გაკეთდება ეს და მაინც მივახცევთ იმას, რომ მთელ საქართველოში ამ სამოქალაქო კომიტეტთა ქსელი გაკეთდება ისეთი, რომელიც მარტო თბილისში კი არ ირბენენ. ზესტაფონში გახდება პრობლემა, მთელი იმერეთ ჩავიყვანთ და დავაყენებთ იქა. კახეთს ჩავიყვანთ თელავში და ასე შემდეგ. საჭიროების შემთხვევაში თბილისში მოგროვდება ეს და ეს ტემპები დაჩქარებულია 9 აპრილმა დააჩქარა. ასე ფიქრობთ თქვენ, რომ ეს ტემპები არის დაჩქარებული? მოდით დააჩქარა და 26 მაისისთვის რაღაც გარდამტეხ მომენტამდე უნდა მივიყვანოთ, როდესაც ეს პროტესტი მასშტაბური და არა მხოლოდ რუსთაველზე დაფიქსირდება, ეს უნდა იყოს ნაჩვენები. ანუ ეხლა თქვენი საუბრიდან ძალიან მარტივენაზე მე რომ გადმოვთარგმნო, არ მომდება, მაშინ საქართველოსთან უნდა გავიდეს, იმიტომ რომ საქართველოში ყველგან დაინახავს ამ პროტესტს და ამ კრიზისს. ოპოზიცია აპირებს გავიდეს რეგიონებში და 26 მაისს რეგიონებიდან თავის მხარდამჭერებთან ერთად დაბრუნდეს. არა მხოლოდ დაბრუნებას, არამედ რეგიონებშიც კერების, ზოგან პერმანენტული გარდამავალი კერების შექმნას, რომ ჩანდეს ამ პროცესში მონაწილეობს მთელი საქართველო და არა როგორც ხელისუფლება ამბობს, რამოდენიმე 1000 კაცი თბილისში. კი ბატონო, მაგრამ ისევ მინდა იმ შეხვედრას დაუბრუნდე ბატონო კახა. ჯერ მინდა გკითხოთ, სანამ დასრულდება ჩვენი საუბარი, აი ყველაზე დასამახსოვრებელი დეტალი თქვენთვის, რაც ხელისუფლების ადეკვატურობა არაადეკვატურობაზე მეტყველებს, რაც ხელისუფლების შანსებზე რომ დარჩეს ხელისუფლებაში, ან ოპოზიციის გამარჯვების შანსებზე მეტყველებს, რა იყო ამ შეხვედრიდან? ჩემთვის ყველაზე დასამახსოვრებელი, ახლა აი ამ წუთას უცებ სპონტანურად ვფიქრობ, ალბათ ის განცდა იყო. განცდა ხელისუფლებასთან ურთიერთობისას, რომელიც მე დამეუფლა მკაფიოდ, რაღაც ცით აი ანტიადამიანურობის თუ არაადამიანურობის შეგრძნება ნებისმიერ საკითხთან დამოკიდებულებაში. რა პრობლემაზეც არ უნდა ესაუბრო ხელისუფლებას, იმ პრობლემის შუაგულ სიღრმეში მიმალური მთავარი სუბიექტი, ვისაც ეხება ადამიანი, არ ფიგურირებს, თუნდაც ამ საკითხებთან დაკავშირებით. ერთი შეკითხვა არ დასმულა.
და რა უნდათ ამ ადამიანებს, რატომ უნდათ არა, მან თქვა ერთხელ თავის საქმელი, როდესაც Newsweek-ს მისცა ინტერვიუ, უმუშევრად დარჩენილი ადამიანებიო და 8000 დაპატიმრებული ოჯახის წარმომადგენლები. მოსაზრებაა, მაგრამ შეიძლება ეკითხათ. კი, მაგრამ რატომ ითხოვენ, რას ითხოვენ და გარდა ამისა, ადამიანების როგორც ახლა ნახირის და საქონლის მხოლოდ თვლით აღქმა, რომ მნიშვნელობა აქვს მხოლოდ იმას, რამდენი არიან და არა იმას, რა აწუხებ და რას ფიქრობენ, ამან დატოვა ჩემზე ძალიან ისეთი მძიმე განცდა და ამან შემიქმნა ზუსტად იმის განწყობა, რომ აქ ლაპარაკის გაგრძელებას აზრი არ აქვს, თუ იძულებული არ გახდა რამეზე ვინმეს ელაპარაკოს და საკუთარი სურვილებით აქ დიალოგებზე სიარულს და რაღაცის შეთავაზებას არ მოსმენას, ჩემი აზრით არავითარი შინაარსი არ ექნება. მაგრამ ასეთი განცხადება კეთდებოდა ადრეც ბატონო მიმართული ხელისუფლების შეცვლისაკენ უნდა გაგრძელდეს და უფრო ინტენსიური უნდა გახდეს. ასეთი განცხადება კეთდებოდა თავიდან, რომ ოპოზიციის ლიდერები ხაზგასმით ამბობდნენ, რომ არანაირი დიალოგი არ შედგებოდა ხელისუფლებასთან და პრეზიდენტთან, მაგრამ მაინც ამ დიალოგზე წავიდა ოპოზიცია და კიდევ ერთი. იყო ასეთი პირობა დადებული, რომ საზოგადოების ცნობილ წარმომადგენლებთან ერთად მხოლოდ და მხოლოდ თუ არა ღია რეჟიმში ამ ადამიანების თანდასწრებით მაინც უნდა მომხდარიყო ეს შეხვედრა. ოპოზიციას მოუწია დაეთმო ეს თავისი დადებული პირობა. მე ვიცი რომ ხელისუფლების მხრიდან იყო წინააღმდეგობა, იგივე ბატონი სოსოცის კარიშვილი დასწრებოდა თუნდაც ამ შეხვედრას, მაგრამ ეხლა რატომ გაგახსენეთ იცით ეს? ეხლა რომ ამბობთ რომ აზრი არ აქვს არაფერს. არის თუ არა შანსი რომ ასევე ოპოზიციას მოუწიოს სულ რაღაც ცოტა ხანში გააკეთოს განცხადება, რომ აი კიდევ მეორე შეხვედრას გეგმავთ ეხლა სააკაშვილთან? ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში ალბათ, როდესაც მიხეილ სააკაშვილს და ხელისუფლებას თვითონ მოუწევს კვლავ შეხვდეს საზოგადოების წარმომადგენლებს, საზოგადოების იმ ნაწილისა, არც თუ ისე მცირე რიცხოვნის, რომელიც 3 წელია ქუჩაში დგას, მიუხედავად იმ პრობლემებისა, რაც ამ ქუჩაში მიიღეს, ტყვიებისა, ომებისა და ასე შემდეგ. როცა ხელისუფლებას თვითონ მოუწევს მათთან საუბარი და ჩათვლის და მიხვდება რომ მოუწევს, აი მაშინ შეიძლება ვილაპარაკოთ ამ ლაპარაკზე და ამ საუბარზე და ისე არ ამგონია ამის გაგრძელებას რაიმე აზრი კონდეს, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ვამბობ, სხვადასხვანაირად უყურებთ რეალობას და სხვადასხვა რეალობას ხედავთ. ისინი ხედავენ ვარდისფერს უფრო, თუმცა თავის პრობლემებსაც ასახელებენ, უმუშევრობა, დასაქმება ასე შემდეგ და აქ არის შეურაცხყოფილი ადამიანთა დიდი რაოდენობა, რომელსაც თქვენი განცხადებით უწოდეს წინ ნაღრძობით თუ წინ ხშირად უწოდებენ სხვათა შორის და არა მხოლოდ იმ ერთ შეხვედრაზე, ხშირად უწოდებენ და ძალიან მნიშვნელოვანი ასეთ შეხვედრაზე ამ ადამიანებს ვინც ქუჩაში დგას, რას უწოდებს ხელისუფლება, ამიტომ მნიშვნელოვანია და უწოდებენ ამას. twin ნაღრძობ, twin გადაბრუნებულს და ასე შემდეგ ათასობით ადამიანს, რამოდენიმე 1000 ადამიანს, რომელიც ყოველთვის უკმაყოფილება და მათი უკმაყოფილება ისევ და ისევ თურმე ძირითადად დადის ჯიბეზე და კეთილდღეობაზე, თურმე რეზო ჩხეიძე იქა, რობერტ სტურუა, ოთარ მეღვინე თუ ხუცესი, რამაზ კლიმიაშვილი და ისინი, იმიტომ დგანან რომ ახლა რა იმის და დასაქმების პრობლემა აქვს თუ სხვა რამე აწუხებთ. დიდი მადლობა. რაც აწუხებთ, იმის მიმართ ადეკვატური დამოკიდებულება იქნება ის, რომ აღიარონ ქვეყანაში ეროვნულ სახელმწიფოებრივ კრიზისია, ტერიტორიების პრობლემა გვაქვს, ქვეყნის თვითგანვითარების პრობლემა გვაქვს და ამისადმი ამ პრობლემებისადმი მიდგომას განსხვავებულს ითხოვს ეს ხალხი და ამის გამო ითხოვს თუნდაც თავისუფალი არჩევნის საშუალების ქონას. ეგ არის და ეგ. ძალიან დიდი მადლობა ბატონო კახა გადაცემაში მონაწილეობისთვის. მე მინდა გისურვო წარმატება გოკა გაბაშვილს თხოვ სტუდიაში. ბატონო გოკა, ერთი წუთით twin ნაღრძობი და twin გადაბრუნებული, როგორ ბრძანდებით? ასეთი შეფასება მისცა. ჩემსკენ გამოიშვირეს თითი, ანუ მე ვარ ეს. არა, როგორ გეკადრებათ? არა, თქვენსკენ შეიძლება თითი გამოვიშვირე, იმიტომ რომ ეს განცხადება მოვისმინეთ თქვენგან. ძალიან ბატონო, თქვენ არა მე გავიმეორე. არა, ნამდვილად ასეთი შეფასება twin ნაღრძობი და ასეთი შეფასებები არ ყოფილა ხალხის. ჩვენ თქვით რომ ოპოზიციის რამოდენიმე ლიდერის წარმოდგენაში არის ძალიან არასწორი წარმოდგენები და არადეკვატური. ანუ ეს ტერმინი იხმარეთ ოპოზიციის ლიდერების მიმართ და არა ხალხის? თანაც არა ოპოზიციის ყველა ლიდერის, არამედ რამდენიმე ლიდერი. ხალხს უსვამ და დავიჩევებ თავის დროზე ეს ჩანაწერი ალბათ უარსებობს გამოქვეყნდება. რამოდენიმე 1000 twin გადაბრუნებული და ოპოზიციოთა ლიდერები რამოდენიმე 1000 არა ვართ. ეს ეგ სხვებიცი გულისხმებია. ძალიან დიდი მადლობა. ძალიან დიდი მადლობა წარმატებას გისურვებთ ბატონო გოკა, გთხოვ დაიკავოთ თქვენი ადგილი. მაშინ ეს იყო კახა შარტავა, იმის ილუზია, რომ ჟურნალისტების ხელკეტები ცემას ან მათ სირცხვილის დერეფნებში ტარებას და სახეში ფურთხებას დაუშვებთ ნურავის ექნება, მთავრობა არც დაატერორებს მათ და ნურც ნურავის ექნება. ილუზია, რომ ჟურნალისტს დავატერორებინებ ვინმეს. ეს განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა ოპოზიციასთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა. ყველაზე მოულოდნელი სწორედ ეს განცხადება აღმოჩნდა და მთავარი კითხვაც აქვე გაჩნდა. აქვს თუ არა უფლება ეს განცხადება გააკეთოს ხელისუფლებამ, რომელმაც 7 ნოემბერი მოაწყო სპეციალური
spetsnazit შეიჭრა დამოუკიდებელ ტელეკომპანიაში, ჟურნალისტები იატაკზე დაყარა, სწორედ ხელკეტებ მომარჯვებულმა ტყეებში არბენინა და დაარბია რა რეაქცია ქონდა სააკაშვილის ამ განცხადებაზე. გიორგი თარგამაძეს ამას მეც თქვენთან ერთად რამდენიმე წუთში მოვისმენ. მანამდე კი ბატონო გოკა, სწორედ ამ შეკითხვით მინდა დავიწყო თქვენთან საუბარი. მთელი კვირის მანძილზე ველოდებოდი, რომ კვირის ბოლოს თქვა ეს მე არ დამისვია ეს შეკითხვა პირველმა დასვა არაერთმა ჩემმა კოლეგამ, ძალიან ბევრმა თქვენმა ოპონენტმა. როდესაც გამოდის პრეზიდენტი და ამბობს ტვინ ნაღრძობებზე, ოდნავ მოგვიანებით კიდევ უნდა ჩაგეკითხოთ, რომ არავის არ დაატერორებინებს ჟურნალისტებს, რომ არავის არ მისცემს მათი ფურთხების და შეურაცხყოფის უფლებას. ჩვენ დავაფიქსირეთ ჩვენი პროტესტი, ვთქვა თუ ვინც დააფიქსირა იგივე ნიკა ავალიანის ცემის ფაქტთან, პირდაპირი ჩართვების დროს მომხდარ ფაქტებთან დაკავშირებით, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ არ გაგვიჩნდა კითხვა, აქვს თუ არა უფლება ეს განცხადება გააკეთოს ხელისუფლებამ, რომელმაც სწორედ ხელკეტებ მომარჯვებულმა არბენინა ჟურნალისტები ხეთქა. მოდი ვთქვათ, რომ ეს უფლება კი არა აქვს, ვალდებულება აქვს, რომ ეს განცხადება გააკეთოს ხელისუფლებამ, რომელმაც 7 ნოემბერი მოაწყო ჟურნალისტებთან მიმართებაში, თუნდაც ყველაფერს ხელისუფლებამ, რომელმაც გააცნობიერა და ამის შესახებ ჩვენ არაერთხელ გვითხავს, რომ 7 ნოემბერი იყო ძალიან ბევრი შესთომის ერთობლიობა, როგორც ხელისუფლების მიერ დაშვებულის, ასევე იმ რადიკალური ოპოზიციის მიერ, რომელმაც სამწუხაროდ ხელისუფლებისგან განსხვავებით ვერაფერი ვერ ისწავლა და ისევ მკვეთრი დაპირისპირების, ისევ რადიკალური დაპირისპირების ურთიერთქიშპობის და საზოგადოებაში აი ამ გამყოფი ხაზების გზით უნდა სიარული. მათ შორის ხელისუფლებამ აიღო ყველაზე მაღალი პოლიტიკური პასუხისმგებლობა აი იმ კრიზისის მერე, რომელიც ნოემბერში მოხდა. პრეზიდენტი გადადგა, დაინიშნა ხელახალი საპრეზიდენტო არჩევნები და ხელახალი საპარლამენტო არჩევნები და ბევრი რამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ ხელისუფლებამ ისწავლა. კი ბატონო, მაგრამ ესეთი ხმამაღალი განცხადება მართლა ძალიან მოულოდნელი იყო, რომ არავის მისცემ ჟურნალისტის შეურაცხყოფის უფლებას. ხმამაღალი განცხადება შეგიძლიათ უწოდოთ ამას ძალიან მკაფიო პოზიცია ხელისუფლებისა, რომ მიუხედავად იმისა, თუ რა პოზიციებზე ვართ ჩვენ პოლიტიკოსები და ჩვენი მომხრეები, არავის არ აქვს უფლება ასეთი ტიპის ზეწოლა განახორციელოს ჟურნალისტებზე, ან საერთოდ კონდეს ასეთი მიუღებლობა განსხვავებული პოზიციისა. ვთქვათ, ნეიტრალური პოზიციისა არც ხელისუფლებას ემხრობა, არც ოპოზიციას. კი ბატონო, ეს სისტემა, რომელზეც მე შეიძლება მთელი გადაცემის განმავლობაში ვიდაო თქვენთან, ეს იყო ჩემი ერთ-ერთი ადამიანის ჟურნალისტის მოსაზრება და უნდა მივათვალოთ მათ პოზიციას, ვინც დასვა თავიდანვე ეს კითხვა. მე პირადად გამახსენდა 7 ნოემბერი, როცა იმ დღეს სააკაშვილი საუბრობდა. სადაო, მე მგონი ამაში არაფერი არ არის, რომ ჟურნალისტებზე ზეწოლა დაუშვებელია და ის რომ 7 ნოემბერს იქნა დაშვებული შესთომები, ეს ჩვენ არაერთხელ გვითხოვს. და კიდევ ერთხელ გავიმეორებთ, ამის გამო უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირი ქვეყანაში გადადგა, იმიტომ რომ შეიქმნა ვითარება, რომელიც იყო ნამდვილად შედეგი, მე ვერ ვიტყოდი მხოლოდ ხელისუფლების მხრიდან შესთომების, იყო შედეგი აი ამ ძალიან მძაფრი, რადიკალური ქვეყნისთვის არასასარგებლო და ქვეყნის უკან დამხევი დაპირისპირებისა. ნებისმიერი ასეთ ტონალობაში, ნებისმიერი ასეთი სიმძაფრის დაპირისპირება არის ქვეყნისთვის არასასარგებლო. კი ბატონო, თუმცა ეს არის სისტემა, რომელზეც პოლიტიკური ძალების პოლიტიკური ძალების ნაწილმა ეს ვერ გააცნობიერა, რომ ქვეყნისთვის სასარგებლო არის ძირითად პრინციპებზე შეთანხმება, ძირითად ყველასთვის მისაღებ მიმართულებებზე შეთანხმება და ოპონირება განსხვავებულ მოსაზრებებზე, ოღონდ ოპონირება ცივილიზებული. აი ეს არის იმის გზა, რომელზეც უნდა ნორმალური ევროპული ქვეყანა იყოს. მაგრამ რა ნორმალურ ტონზე არის საუბარი, ბატონო გოკა, თუ კი კარგი დავანებოთ თავი, მე დავაფიქსირე აქ ეს იყო მეც მივეკუთვნები იმ ადამიანებს, ვისაც ეს კითხვა გაუჩნდა, როდესაც სააკაშვილის განცხადებას ისმენდა ჟურნალისტებზე, მაგრამ დავანებოთ ამ თემას თავი. რა ნდობაზე, რა ტონზე არის საუბარი, როცა აი ამ წუთას ვსაუბრობდი ტვინ ნაღრძობი თუ ტვინ გადაბრუნებული. ასეთი ტერმინებით გრუს აგენტი და რუსული ინტერესების გამტარებელი და ასეთი ტერმინებით არის საუბარი. კახამ თქვა, რომ ეხლა უпростоროდ კახამ თქვა, რომ მაშინ ეს ეხებოდაო ხალხს. თქვენ ბრძანეთ ოპოზიციის ლიდერებსო. თუნდაც ეს ოპოზიციის ლიდერების მიმართ ნორმალურია ასეთ ტონში საუბარი, უკაცრავად, ძალიან ისეთი. ჩვენი სტილი საერთოდ არ არის პერსონალური შეურაცხყოფა, ვიღაცის ჩვენ უფრო მეტად გვიწევს პერსონალური შეურაცხყოფების მოსმენა და 1000 გვარი მართლაც ამაზრზენი გამონათქვამის მოსმენა ჩვენი მისამართით. და ჩვენ ამაზე ვცდილობთ, რომ რეაგირება არ გქონდეს საჯარო, მათ შორის, რაც ყველაზე მეტად დაუშვებელია, რომ პოლიტიკოსებმა ერთმანეთს საჯაროდ პერსონალურად თქვა დაესხან თავს. რაც შეეხება გრუს აგენტს, მე ნამდვილად არ მახსოვს და ქალბატონი სალომეს აშკარად ფანტაზიის ნაყოფია, რომ ვიღაცამ მას უთხრა, რომ შენ გრუს აგენტი ხარო, აშკარად ეს მისი ფანტაზიის ნაყოფია.
არც ის მახსოვს რომ ვიღაცას იმ ხალხისთვის რომელიც პროტესტს გამოხატავს მათზე ეთქვას რომ ტვინ გადაბრუნებული და ოპოზიციის ლიდერი საუბრობდა საუბარი იყო შემდეგზე როცა ჩვენ ოპოზიციის ლიდერებმა აღვიწერეს მათეული ხედვა პოლიტიკური სიტუაციის ჩვენგან იყო ესეთი პოზიცია რომ ეს არის კრიზისი პოლიტიკურ ძალთა ურთიერთობის და პოლიტიკური კულტურის რომ ჩვენ არა გვაქვს საშუალება მიუხედავად განსხვავებული აზრებისა და განსხვავებული პოზიციებისა ნორმალური ტრადიცია შევქმნათ ამ ქვეყანაში პოლიტიკაზე საუბრის პოლიტიკური საკითხების გადაწყვეტის და ეს არის ტვინებში არსებული პრობლემა პოლიტიკური ლიდერების ტვინებში არსებული არა მომენტალურად გავახსენდა იგივე ყველაფერს თავს დავანებებ თქვა ჩარეცხილების თემა როცა თქვენ ამბობთ რომ ხო ჩვენ დავინახეთ ჩვენი შეცდომები იქ გადადგომა მოხდა ხელახალი არჩევნების ჩატარება ანუ იგივე ტონალობაში გრძელდება ხელისუფლების ურთიერთობა თავის ოპონენტებთან იგივე ტონალობაში ბატონმა კახამას თქვა და მეც ვიტყვი რომ აბსოლუტურად ნორმალური და საქმიანი საუბარი იყო იქ რაღაც გარკვეული ეპიზოდები იყო რომელსაც ღიმილი მოგვარა ჩვენს და მე მგონი ოპოზიციის სხვა ლიდერებსაც ვინც თავად არ იყო ინიციატორი რომელ ეპიზოდს გულისხმობ ნუ აი მაგალითად რომ როცა აქ მოვდიოდიო ერთ-ერთმა ლიდერმა თქვა მე ისიც კი მერჩეს რომ წყალი არ დავლიო აქაოდან ხო დანარჩენმა ლიდერებმა დემონსტრაციულად წყალი დალიეს ამის ქალბატონმა სალომემ თქვა დღეს იმდენჯერ ვახსენეთ ქალბატონის სალომე ალბათ უახლოეს პერიოდში მას უნდა როცა ჩვენ თვიანად ოპოზიციაზე ვლაპარაკობთ ხა ჩვენ არა გვაქვს საუბარი ერთ რაღაცა მონოლითურ ერთნაირ ძალაზე სადაც ყველა თქვა ერთნაირია და ყველა ერთნაირად ფიქრობს, ყველა ერთნაირი სტრატეგიით ფიქრობს თავის მომავალზე და ერთნაირი ტაქტიკა აქვს. ეს არის აბსოლუტურად განსხვავებული ხალხი ხა. არავისთვის არ ტვინ გადაბრუნებული და არც გრუს აგენტი არ უთქვია ხა თქვენ რუსეთის ინტერესების გატარებაზე ბრძანეთ, ხო? არა, დაფინანსებაზე იყო იქ საუბარი კონკრეტულად. გატარებაზე საუბარი იყო და ხა საუბარი იქნება. ნინო ბურჯანაძის მისამართით იქნა თითი გაშვერილი ვიღაცა ჩვენი აზრით, მაგრამ ვერ დადეთ ვერცერთი დოკუმენტი. ვიღაცა ჩვენი აზრით თუ რუსეთის ინტერესს ატარებს, ეს არ ნიშნავს იმას აუცილებლად ჩემი მხრიდან რომ ის ან გარიგებაშია რუსეთთან ან ფული აქვს აღებული ან შეკვეთას იღებს ხო ისე შეიძლება ვიღაცის პოლიტიკა ჩემი აზრით ატარებდეს რუსეთის ინტერესებს და მე ამის შესახებ თქვა რომ მე ამ ადამიანს არ მივაყენო პერსონალური შეურაცხყოფა. იცით რატო ჩდება ეს კითხვა? ერთი თუმცა ქალბატონო თქვენ არ გაგჩენიათ შეკითხვა, როცა ბატონი ებრალიძე ამდენი ხანი ადამიანი იყო პარლამენტის თავმჯდომარე ქვეყნის მეორე პირი. თქვენ არ გაგჩენიათ ეს შეკითხვა, რომ ბატონი ებრალიძე, ბატონი ხომერიკი და სხვები სოჩი როცა ატარებენ რაღაც გარკვეულ პოლიტიკურ თავყრილობას, მანამდე ვენაში იკრიბებოდნენ. და ყველა ვიცით რომ ეს ის ადამიანები არიან, როცა საქართველო იბომბებოდა, მათ პრეზიდენტი მედვედევი ურიგებდა ორდენებს. არ გაგჩენიათ შეკითხვა, რომ ამ ადამიანების კონტაქტები ვენაში ქართულ პოლიტიკოსებთან, აქედან წასული ჯგუფი, რომელიც სოჩი ეახლა მათ და ასე შემდეგ, ვის ინტერესებს ატარებს აბა? ჩინეთის? ერთი წუთით, არა, იცით რატომ გეკითხებით ამას? ამიტომ როცა მე ვლაპარაკობ ოპოზიციაზე, მე ხარ ვლაპარაკობ ყველაზე, მე არ შემიძლია ერთად ვილაპარაკო. ირაკლი ალასანიაზე, შალვა ნათელაშვილზე, კახა შარტავაზე, გუბა სანიკიძეზე, სალომე ზურაბიშვილზე. გასაგებია, ბატონო გოგა, მაგრამ ჩვენ ხომ წელიწად ნახევრის წინ მოვისმინეთ რამდენ ოპოზიციის ლიდერზე ხელისუფლების მხრიდან იქნა გაკეთებული განცხადება, რომ ისინი მიერთებულები არიანო რუსეთის საელჩოზე. როდესაც თქვენ სამდახურულ შეხვედრაზე შეეხო საუბარი იგივე ნინო ბურჯანაძე. შემდეგ ხომ გაცხადდა ეს ინფორმაცია, რომ აი იქ ითქვა, რომ თურმე ნინო ბურჯანაძეზე გაქვთ ეჭვი, რომ იგი ატარებს რუსულ ინტერესებს. როდის მიხვდა ამას ხელისუფლება? ადამიანი ორჯერ იყო პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი. ამდენი წლის განმავლობაში მას გვერდით იყენებდა მიხეილ სააკაშვილი და იგი იყო ერთ-ერთი საამაყო სახე ხელისუფლების და როცა ოპოზიციაში გადავიდა, მერე მიხვდით, რომ იგი რუსული ინტერესების გამტარებელია ქართულ პოლიტიკაში. პოლიტიკოსის საქციელი შეფასება ხდება იმ ქმედებების მიხედვით, როცა ქმედებას განახორციელებს, მაშინ შეიძლება ეს ქმედება შეაფასო, ხო? ქალბატონ ბურჯანაძეზე მე ახლა ესეთი წარმოდგენა რომ თქვა ვიღაცის ინტერესებს ატარებს და პირდაპირ რუსეთის აგენტია ეს არც მithქვავს და არც ფიქრობ ესე მაგრამ როცა ადამიანი კატეგორიულად ეწინააღმდეგება ნორმალურ ცივილიზებულ მეთოდებს პოლიტიკური პრობლემების მოგვარებისა ქვეყანაში. როცა ადამიანებს დაიჭერენ იარაღის შესყიდვისთვის და იმავე დღეს გამოვა და პრესკონფერენციებს ჩაატარებს, რომ ჩემი პარტიული ლიდერები დაიჭერეს და დააკავესო და ხალხო ყველანი გარეთ გამოდით და ერთად დავდგეთ და ეს სისხლისმელი ხელისუფლება უდანაშაულო ადამიანებს ჩაგრავს ხო მეორე და მესამე დღეს კიდე კარგი რომ ცulis თავის პოზიციას და ხვდება რაზეც არის ლაპარაკი. იმიტომ ეწინააღმდეგება რომ მან ყველაზე კარგად იცის თქვათ ხელისუფლებასთან აქვს თუ არა აზრი დიალოგს. მან ხომ ყველაზე კარგად იცის რა ხდება თქვენს გუნდში. ყველაზე ახლოს დგას თქვენთან. იგივე ხელისუფლების შეხვედრა, როდესაც დასრულდა მათთან, ერთი წუთით, ლევან გაჩეჩილაძის კომენტარი წეღან წავიკითხე შესავალში. პირველი შეფასება იყო ასეთი: ამ ხალხს გონიაო ის იძახდა გაჩეჩილაძე რომ ყველაფერი კარგად არის ამ ქვეყანაში,
ჩვენ კი გონია რომ ყველაფერი ცუდად. ეგებ ეს არის იმის მიზეზი, რომ ეს ადამიანი ნინო ბურჯანაძე აზრს ვერ ხედავს ამ დიალოგში. აბსოლუტურად არაადეკვატური აღქმა არის იმისა, რა გონია ჩვენ. ეხლა საერთოდ მიკვირს რომ შეხვედრიდან გამოსვლის მერე 1000 რაღაცაზე როცა ლაპარაკი და 1000 რაღაცეთი იწერება, რასაც არაფერი საერთო იმ შეხვედრასთან არ ქონია, მათ შორის რომ ჩვენ გვითხოვს რომ ყველაფერი არის კარგად და მათ ვთქვათ რომ ყველაფერი არის. არა, მათი დასკვნა იყო ასეთი. ხო, თქვენ საერთოდ ეგეთი პრიმიტიული ლაპარაკები, ესე დახურულ შეხვედრებზე არ არის საერთოდ, რომ ჩვენ ვამტკიცოთ რომ ყველაფერი კარგადაა და მათ ამტკიცონ რომ ყველაფერი სულად არის. ეხლა ხო აქ არ არის საბავშვო ბაღი, არ იკრიბება ესეთ შეხვედრებზე, სადაც ესეთი ლაპარაკები მიმდინარეობს და ესე გამარტივებული, ასე ვთქვათ, მიტინგისთვის გასაგებად და ძალიან უტრირებულად როცა ხდება ამბის მოყოლა, ესე არასოდეს არ არის. საერთოდ რაზე გვაქვს ლაპარაკი? საერთოდ ლაპარაკი გვაქვს იმაზე, რომ ჩვენ გვესმის, რომ არიან პოლიტიკური ლიდერები, არის 13-14 პარტია და პოლიტიკური ჯგუფები, რომელსაც ჩვენ კატეგორიულად არ მოწონვართ. ჩვენ გვესმის, რომ მათ ყავთ თავის მომხრეები. მათ შორის არიან მომხრეები, რომლებიც ყოველდღიურად მზად არიან მათთან ერთად გამოხატონ პროტესტი, მათი რაოდენობა უფრო მცირეა. არის ჯგუფი ადამიანების, რომელიც როცა ისინი უფრო სერიოზულ და ხანგრძლივ ორგანიზებას გააკეთებენ, გაცილებით დიდი ჯგუფია, რომელიც მათ, ასე ვთქვათ, საკვანძო მიტინგებზე დადის და კიდევ უფრო დიდი ჯგუფია, რომელიც მათ აძლევს ხმას. ეს ხალხი რეალურად არსებობს, ამ ხალხს აქვს თავის პოზიციები, ამ ხალხს აქვს თავის შეხედულებები, ამ ხალხმა აიღო როგორც მინიმუმ 9 მილიონი ცოტა მეტი ხმა კიდე ბოლო არჩევნებზე, ეს ხალხი არსებობს. მაგრამ ამ ხალხმა და მათმა ლიდერებმა ჩათვალონ, რომ სხვა ხალხი არ არსებობს ამ ქვეყანაში. სხვა ხალხს თავის პოზიციები არა აქვს. ან ჩათვალონ, რომ ყველამ თავის პოზიციები ქუჩაში უნდა გამოხატოს. ან ჩავთვალოთ, რომ ჩვენ ახლა ხელის გადაწევაზე უნდა ვიყო და ვინვის მოერევა. ეს არის ამ ქვეყნის განვითარების გზა. ეს არის კატასტროფული, არასწორი. ქვეყნის უკან დამხევი, დაპირისპირებების გამჩენი, სამოქალაქო დაპირისპირების რატომ არის უკან დამხევი, ბატონო გოგა, თუნდაც იგივე ტონი, რა ტონითაც თქვენ თავის დროზე იმ დღესაც მიხეილ მაჭავარიანთან მომიწია ამ თემის გახსენება. თუ კი სააკაშვილს და მის გუნდს თქვენ სხვებს შეგეძლოთ რომ დგარიყავით პარლამენტის წინ, ზუსტად საპროტესტო მიტინგებით მიგეღწიათ შედეგამდე. რატომ არა აქვს უფლება სხვა ჯგუფს რომ ზუსტად იგივე შედეგზე იფიქროს პროტესტის გზით? იმიტომ რომ ჩვენ მაშინ მოგპარეს არჩევანი, ჩვენ მაშინ გაგვიყალბეს არჩევნები, რაც დაადასტურა ხმების პარალელურმა დათვლამ. დაადასტურა ყველა საერთაშორისო საზანაკოებრივ ორგანიზაციამ. ამაზე ცალსახად, როგორც საქართველოს შიგნით, ასევე საქართველოს გარეთ, ყველგან იყო სრული კონსენსუსი იმაზე, რომ ეს არჩევნები გაყალბდა და ხალხმა თავის არჩევანი მოიპოვა ქუჩაში გამოსვლის გზით. ახლა სიტუაცია იყო აბსოლუტურად განსხვავებული. ომი, წაგებული ომი, რომლის მერეც ხელისუფლება უნდა წავიდეს. არა, მე უბრალოდ პარალელებს ვავლებ მასში რა იყო მიზეზი და ეხლა თქვა თავარი საკითხი რა არის. არჩევნებზე ყველამ კარგად იცის, რომ ჩვენ ეს არჩევნები მოვიგეთ. მათ შორის ოპოზიციის ყველაზე თვალსაჩინო ლიდერს არჩევნების სამგორში ძალიან დიდი უპირატესობით მოუგო არა ჩვენი პრეზიდენტობის კანდიდატმა, არა ჩვენი პრეზიდენტმა, არამედ ჩვენმა ერთ-ერთმა ძალიან საპატივცემულო ლიდერმა. მათ ეს არჩევნები წააგეს. და როცა არჩევნებს წააგებ, ხალბატონო ინგა, მერე მიუხედავად იმის, რომ არჩევნები წააგე, მაინც იარო რევოლუციური გზით, არ შეეგო არჩევნების წაგებას, არ თქვა რომ მე არჩევნები წავაგე, ეს არ არის სწორი. არჩევნებზე არ შეგედავები, თუმცა ისინი გედავებიან, მე არ შეგედავები, იცით რატომ? არა, ერთი წუთი, თავარი კითხვა, ომი მოხდა მე ქვეყანაში. გიყვებით ახლა. ომის შემდეგ იგივე რაოდენობით ყავთ მხარდამჭერები ფიქრობ. შედგა ხელისუფლება ლეგიტიმური, საქართველოს ლეგიტიმური პრეზიდენტი, საქართველოს ლეგიტიმური პარლამენტი. სამწუხაროდ მათ არ ესურვეს ამ პარლამენტის ნაწილად ყოფნა, დარჩენ ქუჩაში თავის აზრის გამომხატველ პოლიტიკურ ლიდერებად, რაც მათი საქმეა, მე ვთქვი რომ შეცდომა, ისინი შეიძლება თქვენ რომ სწორია, თუმცა ეხლა გონია რომ თქვენ რომ არასწორია. მაგრამ მოხდა ასე, ხო? ამის შემდეგ მოხდა ომი, ანუ რუსეთი დაგვესხა ჩვენ თავს. რუსეთმა დაგვიწყო ჩვენ ომი. და ამ მიზეზით ახალი არჩევნების დანიშვნა არის პირიქით კატასტროფული არასწორი სიგნალის გაგზავნა რუსეთისთვის, რომ რამდენჯერაც პატივცემულო რუსეთის ხელმძღვანელებო. თქვენ არ მოგეწონებათ საქართველოს ხელისუფლება. რამდენჯერაც თქვენთვის მიუღებელი იქნება საქართველოს ხელისუფლების კურსი. იმდენჯერ შეგიძლიათ დაესხათ ქვეყანას თავს და ეს ამით მიხოთ თქვენ საქართველოს. კი ბატონო, მაგრამ აქ უნდა გავიხსენოთ, უნდა ვიყოთ ობიექტურები, რომ ოპოზიცია მთავარ ბრალდებად უყენებს სააკაშვილის ხელისუფლებას ქვეყნის ჩათრევას ამ ომში. ამაზე ნუ გავიდავებთ ბატონო გოკა და ერთი კითხვა, დამეკონ ხომ არ არიდებ თავს ამ კითხვაზე პასუხს. იგივე რაოდენობით ყავთ მხარდამჭერები ომის შემდეგ, როგორ ფიქრობ? ხალბატონო იგა, ვის რამდენი მხარდამჭერი ყავს, ამას იკვლევს სოციოლოგია. და ხელისუფლების მოქმედების ლეგიტიმურ ვადაში ხელისუფლება შეიძლება ერთ წელს კონდეს ძალიან მაღალი მხარდაჭერა, მეორე წელს შეიძლება კონდეს საშუალო, მერე ისევ მაღალი, მერე დაბალი, მერე საშუალო, მერე მაღალი და ასე შემდეგ. ეს მუდმივად იზომება და ჩვენ მუდმივად ვიცით როგორია ჩვენი მხარდაჭერა. ეხლა ისევ გიმეორებთ, საბავშვო ბაღში არავინ არა ვართ, პოლიტიკური ძალები, მათ შორის ძალიან რადიკალური ჩვენი ოპონენტი პოლიტიკური ძალები ამ მხარდაჭერას ზომავენ.
და ეხლა იგივეა ეს მხარდაჭერა. იცით არ არის რა თქმა უნდა, როცა რაოდენობაზე ყოფილა თურმე მთავარი პრობლემა, როგორც კახა შარტავა საუბრობდა, რამდენი კაცი დგას გარეთ. ქვეყნები ესე არ ცხოვრობენ, რომ ხელისუფლება ლეგიტიმურია მაშინ, როცა 90% მხარდაჭერა აქვს. ხელისუფლება ლეგიტიმურია, როცა მას აირჩევენ. არჩევის მერე მას შეიძლება რაღაც მომენტში კონდეს მაღალი მხარდაჭერა, შეიძლება კონდეს დაბალი მხარდაჭერა, შეიძლება კონდეს საშუალო მხარდაჭერა. ეხლანდელ ჩვენ მხარდაჭერას მე პირადად დავარქმევდი საშუალოს. ეხლანდელ მხარდაჭერას. ბატონო გოკა, რატომ არ დაუწყო არაფერი ხელისუფლებამ ოპოზიციას? იყო მოლოდინი, რომ თუნდაც ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებზე მაინც იქნებოდა წინადადება შეთავაზებული. პრაქტიკულად გამოვიდა ისე, რომ არაფერი არ დაუთმო გარდა იმ საკონსტიტუციო ცვლილებებზე მომუშავე კომისიის, რაც სულაც არ ყოფილა მათი მოთხოვნა. ხო, ესე იგი მათი მოთხოვნა, როგორც მე ვიცი, ერთადერთია გადადგეს პრეზიდენტი სააკაშვილი და ამას არ დაუთმობით ალბათ თვითონაც ხდებოდნენ, იმიტომ რომ ეს ჩვენთვის წარმოუდგენელი კონსტრუქცია. პოლიტიკური კრიზისი როგორ უნდა განიმუხტოს მაშ ვადამდელი ამიტომ კიდევ ერთხელ ვამბობ, არჩევნების დანიშვნა, ჯერ ესეთი ნებისმიერი თქვა საპარლამენტოზე ან ნებისმიერი სხვა არჩევნების დანიშვნა, მაშინ როცა არ არის ელემენტარული კონსენსუსი პოლიტიკურ ძალებს შორის საარჩევნო კანონმდებლობაზე, საარჩევნო გარემოზე და ამავდროულად კრიზისების გარმოხდის საშუალება კი არ არის. კრიზისების აფეთქების საშუალება. ანუ ადასტურებთ, რომ ეს კრიზისი არსებობს ქვეყანაში. პოლიტიკური ურთიერთობების კრიზისია, პოლიტიკური ურთიერთობების, პოლიტიკური კულტურის კრიზისია. როცა რაღაცა ჯგუფს გონია, რომ მარტო თვითონ არის ამ ქვეყანაზე. როცა რაღაცა ჯგუფს გონია, რომ ის როცა ლაპარაკობს მთელი საქართველო, მხოლოდ მას აქვს ღირსება, მხოლოდ მას აქვს სიმართლე, მხოლოდ მას აქვს სათქმელი და ყველაფერი დანარჩენი არ არსებობს. მას შეუძლია ჟურნალისტებს უწოდოს, რომ ბუზებივით ნუმეხვევითო, მას შეუძლია ნებისმიერი საწინააღმდეგო აზრი კატეგორიულად გამოლანძღოს, მის რევოლუციურ სულისკვეთებას თუ რამე არ მოეწონება, შეუძლია პირდაპირ დედის გინებაზე გადავიდეს. ეს კრიზისია მართლაც, როცა ადამიანები ვერ ხვდებიან, რომ შეიძლება ნორმალურად განახორციელოს შენი პოლიტიკური ინტერესები. კარგი, ჟურნალისტების თემაზე კიდევ მიუბრუნდებით, თორემ მე ისევ მომიწევს, რომ შეგედაო ჟურნალისტებთან დამოკიდებულების თემაზე. ჩვენ რა შევთავაზეთ? ჩვენ შევთავაზეთ ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცები. პირველი შევთავაზეთ, რომ თუ თქვენ ამბობთ, რომ პრობლემაა დაუბალანსებელი ხელისუფლება, სადაც ხელისუფლება მთლიანად არის კონცენტრირებული ხელისუფლების ერთ შტოში, ხო? ამას თვლით, რომ პრობლემაა. დავსხდეთ, ერთად ვიმუშაოთ იმ მოდელზე, რომ საქართველოში ხელისუფლება იყოს მეტად დაბალანსებული. ყველაფერი ხომ დროის გაწელვის პოლიტიკაა, ბატონო გოგა. დავსხდეთ და ვიმუშაოთ, დავსხდეთ შევქმნათ კომისია, დავსხდეთ შევიტანოთ რაღაც ცვლილებები. მოდი, აბა სხვა ვარიანტი. არა, ადამიანები ითხოვენ კონკრეტულად ჩატარდეს არჩევნები ვადამდელი. სხვა ვარიანტი განვიხოთ, მაშინ არ დავსხდეთ და არ ვიმუშაოთ. არ შევეცადოთ. შეძლო თუ არა ხელისუფლებას ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების შეეთავაზებინა. თუნდაც იმიტომ, რომ ქვეყანა გამოვიდეს ამ მდგომარეობიდან, გადაედგა ეს ნაბიჯი. ისინი არ შევიდნენ პარლამენტში, ნანობენ თუ არ ნანობენ, სწორე იყო თუ არ იყო სწორი, ეს დავტოვოთ ესე. ხო, ეს მათი არასწორი გადაწყვეტილება იყო, ჩვენ შევთავაზეთ მათ ძალიან კონკრეტული რამ, რომ ერთად ვიმუშაოთ საარჩევნო კანონმდებლობაზე, ერთად ვიმუშაოთ იმაზე, რომ არჩევნების მიმართ გქონდეს ნდობა. და ერთად ჩავატაროთ თბილისის მერის პირდაპირ არჩევნები იმისათვის, რომ ეს მთელი პოლიტიკური პროცესები, რომელიც დღეს ასეთი ფორმით მიმდინარეობს, გადავიდეს ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნების, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ეს ერთწლიანი პერიოდი. გამოვიყენოთ იმისათვის, რომ კოდექსი დაიხვეწოს, გამოვიყენოთ იმისათვის, რომ პოლიტიკურ ძალთა შორის ნდობა აღდგეს, გამოვიყენოთ იმისათვის, რომ ეს არჩევნები ჩავატაროთ ნორმალურად, ჩავატაროთ ღირსეულად და მთელმა ქვეყანამ ვნახოთ, რომ არჩევნების ჩატარება შეგვიძლია ისე, რომ მოგებულმა შეერგოს გამარჯვება და წაგებულმა აღიაროს დამარცხება. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ კონსტიტუციურ ვადებს არჩევნებისას შევცვლით. რახან ეს ჭირდება რამოდენიმე პარტიულ ჯგუფს და რამოდენიმე პარტიულ ჯგუფზე არ არის საუბარი. ქვეყანა არის პრაქტიკულად პარალიზებული. ბატონო გოკა და ამას იცით რა ადასტურებს პირველ რიგში 26 მაისს აღლუმს ხელისუფლება ვერ გამართავს. სხვათა შორის გადაცემის შესავალი გავხსენი გაზეთ ალიას ინფორმაციით იყო ასეთი ინფორმაცია დაბეჭდილი თითქოს სწორედ 26 მაისის გამო თქვენსა და გიგი უგულავას შორის მოხდა სერიოზული დაპირისპირება. თითქოს თქვენ ეწინააღმდეგებოდით უგულავას გადაწყვეტილებას, უпростоრედ წინადადებას, რომ აღლუმი გადატანილიყო კი არა და მოხსნილიყო. რა სიტყვით? გაზეთის ჟურნალისტი საიდან იგონებს ეს რაღაცებს, ძალიან მიყვარს ხოლმე ერთხელ ამ გაზეთმა დაბეჭდა ჩემთან ინტერვიუ, რომელიც არასოდეს არ მიმიցია. სიტყვები როგორც წესი ძალიან სერიოზული სიტყვები კი არ დამიმახინჯეს. ერთხელ ჩემთან დაბეჭდეს მართლა გეუბნებით ინტერვიუ, რომელიც არასოდეს არ მიმიցია. ანუ რაღაც სიტყვები კი არ შეცვალეს. მაგრამ ეს იყო ფაქტი, რომელიც ხელისუფლებამ გაახმევანა, რომ 26 მაისს აღლუმი აღარ ტარდება. არანაირი კონფლიქტი ჩვენ შორის არ მომხდარა, არც მე და უგულავა შორის და არც არავის შორის, ჩვენ ყველა ერთად დავსხედით და ვისაუბრეთ იმაზე, რა უფრო მთავარია. ეხლა ჩვენ ჩავერთოთ ამ შემოთავაზებულ თამაში, რომელსაც ქვია ვინვის გადაუწევს ხელს და ვინვის მოერევა ამ აბსურდულ ქვეყნისთვის უკან დამხევ ჩვენი მოქალაქეებისთვის არასაჭირო თამაში
რაღაცა ჯგუფმა გაიჩინოს მიზანი, რომ ჩაშალოს აღლუმი, ჩვენ გავიჩინოთ მიზანი, რომ ჩავატაროთ აღლუმი. ჩვენ გამოვიდეთ რაღაც ძალებით, რომ ჩავატაროთ აღლუმი, ესენი გამოვიდნენ, რომ ჩაშალონ აღლუმი და ყველას ერთად დაგვაუწყდეს სახელმწიფო, მაშინ ნორმალურადაც უნდა ჩაატარო აღლუმი, რატომაც არა. ამაზე ელაპარაკე. ყველას ერთად დაგვაუწყდეს საქართველოს, ჩვენ ჯინაზე ჩავატაროთ აღლუმი და ამათმა ჯინაზე ჩაშალონ აღლუმი. ეს არის სწორი გზა. თუ სწორი გზა არის ის, რომ ადამიანებთან კონდეს დიალოგი, კიდე ეს პერიოდი გამოუყენოთ იმისათვის, რომ ნორმალურ ენაზე ლაპარაკი შევძლოთ და თუ ეს აღლუმი არის მათთვის ასეთი მიუღებელი, თუ ესენი მზად არიან დაივიწყონ საქართველოს ერთიანობა, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, 26 მაისიც, მისი სულისკვეთება, ყველა ქართველის ერთადდგომა და ისე ვილაპარაკობ მხოლოდ ზიზღზე, მხოლოდ აუტანლობაზე, მხოლოდ დაპირისპირებაზე. ვაცადოთ ამ ადამიანებს, სანამ ამ ემოციებს თავის თავში შიგნით მოერევიან, აღლუმი კი არ არის პრინციპი. პრინციპი არის ქართველების ერთიანობა, აღლუმი ამისთვის ტარდება. თუმცა იყო განცხადებები გაკეთებული და ვერსიები გამოითქვა, რომ ხელისუფლებამ დაიხია უკან, რომ ეს იყო შიშის მომენტი და შიდა პოლიტიკური სიმძაფრის, პოლიტიკური სიმძაფრის. თუ ეს ჭირდება მათ ემოციებს, თუ ეს ჭირდება მათ ასე ვთქვათ შინაგან განცდას, რომ ხელისუფლება უკან დაიხია, კი ბატონო, ესე ჩათვალოთ, მაგრამ ხელისუფლება უკან კი არ დაიხია. ხელისუფლება კიდევ ერთხელ ეუბნება მათ, რომ ეს ქვეყანა ჩვენი ყველასია, მიუხედავად პოლიტიკური შეხედულებებისა. ამ ქვეყნის გაგლეჯვა შენს მომხრეებსა და ჩემს მომხრეებად არ ღირს და ეს შეცდომა ჩვენ არაერთხელ დაგვიშვია. ლაპარაკი იმაზე, რომ აბა ჯარი, აბა პოლიცია, აბა საით დადგებით, აბა ჩემსკენ ახარ, აბა შენსკენ ახარ. ამაზე ბრიყული ლაპარაკის წარმოდგენა ქვეყანაში, ნორმალურ ქვეყანაში შეუძლებელია. ამიტომ დაპირისპირება კი არ უნდა ვეძებოთ ჩვენ, უნდა ვეძებოთ რაღაცა, რაც გვაერთიანებს, რაღაცა, რაზეც შეიძლება შევთანხმდეთ. და პოლიტიკური ლიდერები, რომელიც ომის მერე, ამაზეც იყო იმ შეხვედრაზე ლაპარაკი, ზოგიერთი მათგანი, დადიოდა და მთელ მსოფლიოში იმ პროპაგანდას ახორციელებდა, ის ვიღაცა აგენტი კი არ არის. როცა შენ იმდენად გძულს, როცა შენ იმდენად გეზიზღება ვიღაცა შენი მოწინააღმდეგე, რომ შენ მზად ახარ მტრის პროპაგანდის კონსტრუქციის ერთ-ერთი ნაწილი გახდე, რომ ომი საქართველოს დაიწყო, რომ სააკაშვილი მძინარე ცხინვალს დაესხა თავს, რომ საქართველოს გენოციდი განახორციელა ოსებისა. ეს პოლიტიკური ლიდერები ამას ლაპარაკობდნენ. როცა შენ იმდენად გძულს შენი მოწინააღმდეგე შენივე ქვეყანაში, რომ მზად ახარ ყველაფერს ხაზი გადაუსვა. როცა შენ მზად ახარ მოუწოდო შენს მომხრეებს, წავიდე და ჩავსაროთ საქართველოს შეერაღებული ძალების აღლუმი. ჩვენი გზა რა არის? ჩვენი გზა არის, რომ ამ ადამიანებს ვაცადოთ, სანამ ეს ემოციები გავულით, ამ ადამიანებს ვაცადოთ, სანამ ეს ზიზღის თვალზე ლიბრ გადაფარებული რაღაცა სიგიჟე გაუვლის, ლიდერებზე მაქვს ლაპარაკი. ისევ იგივე ტერმინებია, სიგიჟე, რამოდენიმე ლიდერზე ახლა, ვინ არიან ეს რამოდენიმე მითხარი ძალიან ვთქვი. ადამიანი, რომელიც გამოდის და იძახის, რომ მე თქვენ პრეზიდენტს კი არ მოგიყვანთ, პრეზიდენტს მოგიტანთო. ვინ არის? არ მახსენდება. ეს კონკრეტულად იყო გოგა ხაინდრავა, მე მახსენდება, იმიტომ რომ კიდე ვინ? ადამიანი, რომელიც ახის ამას იქ შევტენი, ამათი თავებით ვითამაშებდა რაღაც ახლა. როცა ადამიანები ესე ფიქრობენ, ახლა იქ უნდა ლაპარაკი იყოს იმაზე, რომ დამშვიდდნენ თავის მომხრეებთანაც კი კომუნიკაციის სწორი ენა გამონახონ, თავის მომხრეებს თვითონ აჩვენონ პოლიტიკური გადაწყვეტის გზები და არა ზიზღის გზები და არა დაპირისპირების გზები. კი ბატონო, თუმცა მე უნდა დაგისვათ ეს პრობლემა ამ ადამიანების პრობლემაა. ნებისმიერი თქვენი ოპონენტი ეხლა ბატონო გოკა გეტყოდათ. თქვენ საუბრობთ ხელისუფლება, ვთქვათ იმაზე, რომ ეს უნდა იყოს ნორმალური დიალოგის რეჟიმი. მაშინ, როდესაც რომელ ადამიანს მოუვიდა ტვინში, რომ ის ბიჭები, ვინც ნიკა ავალიანის ცემის ფაქტზე დაიჭირეს, აწამეს, მოუწყეს სირცხვილის დერეფნები, რომელ ნორმალურ ადამიანს მოუვიდა, აუცილებლად კითხავდათ ნებისმიერი ოპონენტი, თავში რომ ოპოზიციის ლიდერებს შუბლი ჰქონდათ გახრეტილი პლასტიკური ტყვიებით, რომ უამრავი ჟურნალისტი იქ დაზარალდა, რომელ ადამიანს მოუვიდა თავში რომ უცნობი ისე სასტიკად ეცემა, იგი აეყვანათ, იქვე დაეპატიმრებინა, თუ კი ვთქვა თქვენ თვლიდით რომ კანონი დაირღვა, ისე სასტიკად არის ნაცემი, რომ ამ წუთასაც კი მისი მდგომარეობა არის მძიმე. ეს არის ნორმალური რეჟიმი დიალოგი. როცა საპროტესტო გამოსვლაზე მიდის ვიღაც და ამბობს, ეხლა ყველანი ერთად გამომყევით, მივიდეთ პოლიციის განყოფილებაში და დავიხსნათ ბიჭები და შეჭრისკენ მოუწოდებს პოლიციის შენობაში და მიდის შენობასთან, სადაც აურაცხელი იარაღი ინახება, სადაც არიან დაკავებული კვლელობაში და ბანდიტიზმში ეჭვმიტანილი ადამიანები, სადაც ესეთი რაღაცეები ხდება და სადაც ადამიანს შეიძლება თავის ქვეყნის წარსული არ ახსოვდეს, რომ პოლიციის განყოფილებებზე თავდასხმები და პოლიციის სამმართველოებში შეჭრებით მერე 3 წლიან, 4 წლიან და 5 წლიან სამოქალაქო ომებში ეხვევა ეს ქვეყანა. იმან უნდა გააცნობიეროს ეს პასუხისმგებლობა და მე მიხარია რომ იმ პოლიტიკურ ლიდერებს, რომელსაც ჩვენ იმ დღეს შევხვდით, ეს პასუხისმგებლობა ესმით. ძალიან კარგად. ძალიან დიდი მადლობა, თუმცა დამეთანხმეთ, რომ ის ბიჭები, რომლებიც დააპატიმრეს ბატონო გოკა, რის გამოც დაიწყო ეს აქცია პოლიციის სამმართველოსთან, არ უნდა მოყოლილიყვნენ იმ წამების ფაქტში, სიცოცხლის დერეფნებში და ასე დავიჯერო
რაც ამ პოლიტიკურმა ახალგაზრდა პოლიტიკურმა აქტივისტებმა ულტრარადიკალური ოპოზიციის განაცხადეს. არანაირი საფუძველი. იქ შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა ექსპერტიზის შედეგებიც, მათი მიყვანის მომენტში მათი აღწერის შედეგებიც და ასე შემდეგ. კარგით, აღარ ვიდაოთ. ფაქტი იყო სახეზე ისაც მოხდა სამართლოს და თუნდაც უცნობის ცემის ფაქტი არის. სახეზე რომელსაც ვერაფრით სამართლოსთან რაც მოხდა ეს მართლაც ფაქტია და ამას ყველა მათ შორის თელმა საერთაშორისო საზოგადოებამ ყველა ელჩმა კრიმინალური აქტი უწოდა, რაც იქ განახორციელეს ოპოზიციის რამდენიმე ლიდერმა და აქტივისტმა და იმასაც შეგახსენებთ, რომ ადამიანების გაღიზიანების და წყობიდან გამოყვანის სხვადასხვა შანსი არსებობს. ერთ-ერთ მოღვაწეს შეგახსენებთ თქვენ ყვარლის აქტივისტს რესპუბლიკური პარტიის, რომელმაც თავისი მანქანა დაწვა და თავისთავად დაიზიანა იმისათვის, ჩვენთვის დაებრალებინა. წარმატებას გისურვებთ გოგა, ძალიან დიდი მადლობა. მასე მე ვემშვიდობები ხელისუფლების გუნდის ერთ-ერთ აქტიურ წარმომადგენელს, ეს იყო გოკა გაბაშვილი. რამდენიმე წუთში რეკლამის შემდეგ კი პოლიტიკურ კვირაში გიორგი თარგამაძეს მოусმეთ, რატომ დაასახელა სამაგალითოდ არასაპარლამენტო ოპოზიციასთან შეხვედრისას პრეზიდენტმა გიორგი თარგამაძე რეალური ოპოზიცია, რომელსაც თავისი ბრძოლის განსხვავებული გზა აქვს თუ სავარაუდო პოლიტიკური მემკვიდრე, როგორც ამაზე განცხადებები სწორედ ოპოზიციის მხრიდან გაკეთდა. დაგველოდეთ რამდენიმე წუთში ეთერში. თარგამაძე თვითონ არის იგივე ნიშა. რატომ გააკეთა სააკაშვილმა აქცენტი გიორგი თარგამაძესა და მის შანსებზე 2013 წლისთვის ოპოზიციის ბრალდებებს მის წინააღმდეგ ამ დღეებში ნინო ბურჯანაძეც მიემატა. რა პასუხი აქვს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარისთვის გასაცემი იმედის თემაზე? ტელეკომპანია იმედის ყოფილ ყველაზე პოპულარულ ჟურნალისტს ქრისტიან-დემოკრატების ლიდერი გიორგი თარგამაძე პოლიტიკურ კვირაში. მაშინ ესე თუ ისე მოიქცევით როგორც თარგამაძე 2013 წელს მე ნამდვილად წავალ პრეზიდენტობიდან, შემდეგ კი ერთ-ერთი თქვენგანი შეიძლება პრეზიდენტიც გახდეს. რას ნიშნავდა სააკაშვილის ეს განცხადება, რომელიც მან ოპოზიციასთან შეხვედრისას გააკეთა, გულისხმობ არასაპარლამენტო ოპოზიციას. გიორგი თარგამაძე ქრისტიან-დემოკრატების ლიდერი განაგრძობს გადაცემას. ძალიან დიდი მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის, როგორ ბრძანდებით? დიდი მადლობა გიორგი, ვიდრე მე დავიწყებ თქვენთან საუბარს ამ თემაზე, მანამდე მაინტერესებს რა რეაქცია ჰქონდა გიორგი თარგამაძეს, როდესაც მან მოისმინა მიხეილ სააკაშვილის განცხადება, სხვა შორის ეს განცხადება მან ყველასთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა, უკვე თქვენთანაც შეხვედრა დამთავრებული იყო, რომ იგი თურმე არავის მისცემს საშუალებას ჟურნალისტების შეურაცხყოფის, ხელკეტებით ცემის, შეფურთხების და ასე შემდეგ. მე მაინტერესებს როგორი იყო თქვენი რეაქცია, როცა ეს მოისმინეთ. მე მინდა პირველი არხის ტელემაყურებელს მევისალო მთელი საქართველოს მასშტაბით. რეაქცია, პირველ რიგში ბუნებრივია გავღიზიანდი, რადგან მიხეილ სააკაშვილი და მისი პოლიტიკური გუნდი ქართული ჟურნალისტების დამცველ სიმბოლოდ არც საქართველოში და არც უცხოეთში არ აღიქმება, მაგრამ მე უფრო მეტად დავფიქრდი იმაზე, რატო აკეთებდა ამას სააკაშვილი, მით უმეტეს, რომ თავადაც ალბათ ხვდებოდა, რომ ამას არაერთგვაროვანი რეაქცია მოყვებოდა ყოველას მხრიდან. მე მაინც პირველ რიგში ჟურნალისტების მხრიდან, ვისაც ყველას ახსოვს, თქვათ, რა მოხდა ჟურნალისტებთან მიმართებაში იმავე შვიდნოემბერში. მე ნაკლებად ფიქრობ, რომ ამ დროს სააკაშვილი ჟურნალისტებზე ფიქრობდა, უფრო მეტად მე მგონი ეს იყო ძალიან მარტივი პოლიტიკური ხრიკი თავისი მასთან ყველაზე რადიკალურად დაპირისპირებული პოლიტიკური ოპონენტებისთვის, საიმისოდ, რომ მოიხდინა პროვოცირება იმ ეგრეთ წოდებული სირცხვილის დერეფნების განახლების და შედეგი მიიღო კიდეც. სააკაშვილმა წინა დღეების და კვირების განმავლობაში შეისწავლა და ნახა თავისი მრჩევლების მეშვეობითაც გადაამოწმა კარგად, რომ თავად ეს ფორმა რა ფორმითაც ხდებოდა გაპროტესტობა პირველი არხის სარედაქციო პოლიტიკის საზოგადოების საკმაოდ დიდი ნაწილისთვის ფორმის თვალსაზრისით იყო მიუღებელი, მით უმეტეს რომ ძალიან ბევრ არასასიამოვნო ფაქტსაც ჰქონდა ადგილი. დაინახა ეს ყველაფერი, ამ დროისთვის შეჩერებული იყო ეს სირცხვილის დერეფნები რადიკალური ოპოზიციის გადაწყვეტილებით და მან მოახერხა ის, რომ მეორე დღეს, მესამე დღეს ნაწილმა ამ ადამიანებისა, პოლიტიკური ლიდერების, მიხეილ სააკაშვილის ჯინაზე ამ შემთხვევაში კვლავ განაახლა ეს სირცხვილის დერეფანი. ასე რომ მე მგონია, რომ ის უფრო მეტად ფიქრობდა არა იმ ბუნებრივ რეაქციაზე, რაც თქვენაერ, ჩემნაერ და უამრავ ადამიანს საქართველოში გაუჩნდებოდა, როდესაც სააკაშვილი ჟურნალისტების დაცვაზე ლაპარაკობდა, არამედ ფიქრობდა იმაზე, რა რეაქცია მოყვებოდა რადიკალური ოპოზიციის ცალკეული ლიდერების მხრიდან კონკრეტულ ქმედებებში. უნდა ვაღიაროთ, რომ მან შედეგი მიიღო. კი ბატონო, თუმცა ეს იყო კიდევ ერთხელ ვიტყვი, ყველაზე არა, მაგრამ ერთ-ერთი ძალიან საინტერესო მომენტი მისი განცხადებებიდან. დავიწყოთ, თუ შეიძლება გიორგი, მე კიდევ ერთხელ გავიმეორებ, თუ ისე მოიქცევით როგორც თარგამაძე 2013 წელს მე ნამდვილად წავალ პრეზიდენტობიდან, შემდეგ კი ერთ-ერთი თქვენგანი შეიძლება პრეზიდენტიც გახდეს. რას ნიშნავდა გიორგი თარგამაძის შექება?
გაჩნდა ასეთი კითხვა, ეს რისთვის გაკეთა თარგამაძე პოლიტიკური მემკვიდრეა სავარაუდოდ სააკაშვილისა, ოპოზიციის მხრიდან არასაპარლამენტო ოპოზიციას გულისხმობ, ამაზე არაერთი განცხადებები მოვისმინეთ, თუ რაღაც კიდევ უფრო სხვას, ვთქვათ, გიორგი თარგამაძისა და არასაპარლამენტო ოპოზიციის ბრძოლის წესების კიდევ უფრო დაძაბვის გამო. აი, როგორ ფიქრობთ თქვენ? ისეთ შეგრძნება მაქვს, ინგა როცა ამ კითხვას მისვა, რომ რაღაც დეჟავიუს აქვს ადგილი ზუსტად ამ სტუდიაში, რადგან ჩვენ მოგვიწია ამ თემაზე საუბარი ჯერ კიდევ თუ არ ვთქვი 4 თვის წინ, როდესაც პრეზიდენტ სააკაშვილს ჰქონდა თავის ყოველწლიური მოხსენება საქართველოს პარლამენტში. მან მაშინაც თუ გახსოვთ, პირდაპირ მინიშნება გააკეთა ამ თვალსაზრისითაც. მაშინაც ახსენა 2013 წელი, მაშინაც თქვა, რომ აი, თარგამაძე შეიძლება გახდეს პრეზიდენტი. თარგამაძე არის კარგი პოლიტიკოსი, რომელთანაც მას ჰქონდა დაპირისპირება, ასე თქვა მან, მაგრამ აი დაალაგა ურთიერთობა. ამით მე იმის თქვა, მინდა რომ ეს არ იყო პირველი შემთხვევა. როგორც ჩანს იმ ეტაპზე ამან სათანადო შედეგი არ გამოიღო, ამ ეტაპზე ამან გამოიღო შედეგი, რადგან ზოგიერთი პოლიტიკური ლიდერი ამით ძალიან ახშფოთა ამ პერსპექტივით, როგორც ჩანს და ამას მოხვა გარკვეული სრულიად არაადეკვატური ჩემი აზრით რეაქციები. ახლა მე რო დავჯდე აქ თქვენთან ერთად და დავიწყო საუბარი იმაზე, სხვა პოლიტიკურ ლიდერებზე, მიხეილ სააკაშვილი თავის დამოკიდებულებებს როგორ ავლენდა, რა ფორმით, მე უნდა ვთქვა, რომ არაკორექტული საუბარი არ ყოფილა არც ერთ ამ მიმართებაში და ვერ ვიქნები არაობიექტური და ამ შემთხვევაში სააკაშვილს ვერ დავაბრალებ იმას, რაც მას არ გაუკეთებია ჩვენთან შეხვედრის დროს, თუმცა რაღაცა დაახლოებით ამ ტიპის მინიშნებები, გადაკრული სიტყვები, ქვეტექსტები და ასე შემდეგ, ჩემთან საუბრის დროსაც იყო, ჩვენთან საუბრის დროსაც იყო. იყო მათ შორის იმ ლიდერებზე, რომლებსაც ის შეხვდა სულ რაღაც 15 წუთის წინ, სანამ დავუშვათ მე შევიდოდი შეხვედრაზე. გაჩეჩილაძე, ალასანია, ზურაბიშვილი, თითოეულ მათგანზე. მე მგონია მაინც რომ ყველა პოლიტიკურ ლიდერს ეყო უმრავლესობას და ეყოფა დარწმუნებული ვარ წინ დახედულება საიმისოთ, რომ ესეთი მარტივი ჩორტაობა პრეზიდენტ სააკაშვილის მხრიდან მაპატიეთ ამ ჟარგონის გამოყენებისთვის მარტივი გასაშიფრია, ხო? მის ამოცანას წარმოადგენს დაყოს და იბატონოს, დააპირისპიროს და დაასუსტოს ოპოზიცია, რომელიც ისედაც სამწუხაროდ ძლიერი ვერ არის ბევრი მიზეზის გამო. დღევანდელი საქართველოს პრობლემა არის არა ის, რომ სააკაშვილი და მის ხელისუფლება არის ძლიერი, არამედ ის, რომ ოპოზიცია ჩვენ ვართ სუსტები. და რაც უფრო გულისხმობ გიორგი თუ საპარლამენტო ოპოზიცია, საპარლამენტო ოპოზიცია სხვა არის არასაპარლამენტო სხვა. მე გულისხმობ თელს ოპოზიციურ ფლანგს. ქვეყანაში იყო და არის უზარმაზარი საპროტესტო მუხტი და სამწუხაროდ ჩვენ აი ამ ბოლო თვენახევრის განმავლობაში კიდევ ერთხელ თვალნათლებ გავხდით მოწმენი იმ ფაქტისა, თუ როგორ ვერ მოხდა რაციონალურად შედეგში აი ამ მუხტის გადაჭრა და გამოყენება. ვერ მოხდა თქვენ ფიქრობთ? კი, მე შეგახსენებთ, იცით თქვენთან საუბრის რომ ეს ყველაფერი დასრულდება მათი საპროტესტო გამოსვლების სააკაშვილის წასვლით თანამდებობიდან. დაუსრულებელი მოლოდინით მოსახლეობას ვერ ყვება. ადამიანებს და მათ შორის პროტესტანტებს სჭირდებათ კონკრეტული შედეგები და რაც თავარია, ჩვენ სახელმწიფოს სჭირდება კონკრეტული შედეგები. ბოლო თვენახევრის განმავლობაში მიმდინარეობდა შეიძლება ითქვას ხელჩართული ბრძოლა ხელისუფლებისათვის, ხო? ანუ მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლება იბრძოდა იმ ძალაუფლების შესანარჩუნებლად, რომელიც სააკაშვილს აქვს უზურპირებული და მეორე მხრივ რადიკალური ოპოზიციის უმრავლესობამ გადაწყვიტა დაპირისპირებოდა და მოეპოვებინა ეს ხელისუფლება, სწორედ იმ მეთოდებით, რა მეთოდითაც თავის დროზე სააკაშვილი მოვიდა ხელისუფლებაში. ხო, ეს ნაცადი მეთოდია, რატომაც არა. და უფრო მეტიც, თავად ამ რადიკალური ოპოზიციის ლიდერთა რიგებში ჭარბობდა კი არა, იყო აბსოლუტური უმრავლესობა იმ ადამიანებისა, რომლებსაც ლომის წვლილი მიუძღვით სააკაშვილის გახელისუფლებაში, გაპრეზიდენტებაში და კიდევ უფრო მეტი სააკაშვილის უზურპატორ პრეზიდენტად ქცევაში. აი ეს არის ის რეალობა, რომელსაც ჩვენ თვალს ვადევნებთ და არ ყველას რომელს არა. მაპატიეთ, მაგრამ რომელი მათგანი არ იყო სააკაშვილის ხელისუფლების ნაწილი ამ წლების განმავლობაში, რომელი მათგანი არ იყო სააკაშვილის ხელისუფლების მთავრობის წევრი და რომელი მათგანი ეუბნებოდა საქართველოს საზოგადოებას სიმართლეს იმ წარმოდგენებზე, მათ შორის თუნდაც პიროვნულ წარმოდგენებზე სააკაშვილის მიმართ, მათ შორის მისი ფსიქიკური მდგომარეობისა თუ ასე შემდეგ, რაც ახლა გვესმის, მას შემდეგ რაც ისინი რადიკალურ ოპოზიციაში გადავიდნენ, როდესაც იყვნენ ხელისუფლებაში. გულისხმობთ ხელისუფლების ყოფილ სახეებს, ფიგურებს, რომლებიც ნაციონალურ ხელისუფლებას ცხადია მათ გულისხმობ და არა მარტო ნაციონალური მოძრაობის წევრებს, სხვა პარტიების წარმომადგენლებსაც, რომლებიც სააკაშვილის ხელისუფლების წევრები იყვნენ და მისი საარჩევნო სიით გავიდნენ თუნდაც იმ პარლამენტში, რომელმაც არაერთი არასწორი გადაწყვეტილება მიიღო, მაგრამ ამას შევეშო თქვენ როცა მკითხე რომ აი შედეგები და რა მივიღეთ. ხო ეს უნდა იყოს დღეს თავარი განხილვის საგანი. ანალიზი არის აუცილებელი. რა მოლოდინები იყო და რა არ გამართდა. თქვენ შეგიძლიათ მითხრათ თუნდაც ერთი
ჩემს მიერ ქრისტიან-დემოკრატების მიერ წინასწარ ნათქვამი პროგნოზი, რომელიც არ გამართლდა. რამდენიმე თვის წინ, მაშინ როდესაც ითქვა, რომ 9 აპრილს სააკაშვილი დამთავრდებოდა, ჩვენ თქვით, რომ ეს ასე ვერ მოხდებოდა და ეს იყო ხალხის შეცდომაში შეყვანა. შემდეგ, როდესაც ითქვა, რომ 9-ში კი არა 10-ში, 11-ში, 12-ში უამრავი ხალხი გამოვა, სააკაშვილი თავის ფანჯრიდან გადმოიხედავს და რო დაინახავს, გაიქცევა, ჩვენ თქვით, რომ ეს ასე არ მოხდება. როცა ითქვა, რომ სააკაშვილი ვერ მოითმენს, თავის ნერვებს აყვება, როგორც ეს ხდებოდა თუნდაც 7 ნოემბრის პერიოდში, ჩვენ თქვით, რომ ეს ასე აღარ განმეორდება, რადგან თავიანთ შეცდომებზე ბოლოს და ბოლოს ვიგრიც კი სწავლობს, ხო? და იმ კვალში აღარ გადის, როდესაც ტალახში ჩაეფლო. მე ეჭვი არ მქონდა, ვფიქრობდა, ახლაც მიმაჩნია, რომ სააკაშვილს და ამ ხელისუფლებას ვირზე რამენაერად ოდნავ უფრო მეტი ჭკუა ჰქონდა. ჩვენ თქვით, რომ სააკაშვილს ამ მხოლოდ საპროტესტო აქციების ფონზე უცხოეთიდან არავინ ჩამოაკითხავდა თვითმფრინავი და არ წაიყვანდა, თუმცა საწინააღმდეგოს ბევრი ამტკიცებდა რადიკალური ოპოზიციის ლიდერების მხრიდან. ესეც გამართდა. ანუ რაც ვთქვით, ყველაფერი გამართდა. გამართდა ისიც. როდესაც ჯერ კიდევ იანვარში, როდესაც რადიკალური ოპოზიციის ლიდერები, თუ არ ვცდები, ქალბატონი სალომე და ქალბატონი ნინო იყვნენ ინიციატორები ამ მემორანდუმის თუ აღარ მახსოვს მიმართვა იყო თუ რა იყო ეს, ხელი მოეწერა და ყველა მოაწერა ფაქტობრივად ხელი გადაწყვეტილებას მიმართვას 3 პუნქტიანს, ეს 3 პუნქტიანი მიმართვა და გადაწყვეტილება იყო ასეთი: პირველი, გადადგეს მიხეილ სააკაშვილი; მეორე, ჩატარდეს ვადამდელი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები და მესამე, შეიცვალოს საარჩევნო კანონმდებლობა და შეიქმნას ნორმალური საარჩევნო გარემო. მაშინ ჩვენ ქრისტიან-დემოკრატებმა თქვით, რომ რა თქმა უნდა ჩვენი საბოლოო მიზანი ყველას, ვინც ოპოზიციაში ვართ, ეს არის სააკაშვილის ხელისუფლების შეცვლა მშვიდობიანი გზით, ისე რომ სახელმწიფო არ დავაზარალოთ. სწორედ აი ამ სახელმწიფოებრივი მიზნის, პოლიტიკური მიზნის მისაღწევად, ჩვენი საზრით იყო აუცილებელი ამ თანმიმდევრობის შეცვლა. არა, რატომ შეცვლა? მოდით შეგედავებით, გიორგი. თუ კი წავა სააკაშვილი, მერე ჩატარდება სხვა არჩევნები, სხვა კანონმდებლობა, სხვა ცვლილებები. თუ კი ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რასაც ამბობ. და იმიტომ რომ მათ რეალობაშიო ვერ წარმოგვიდგენიო ჩვენ რა არჩევნები უნდა ჩატარდეს სააკაშვილის და მისი გუნდის რეალობაში. გავიგე, ეს არის ბელეტრისტიკა. მეც იგივე აღსავარო, შეიძლება ბევრი პრობლემა. რეალობა არის ის, რომ დღეს სააკაშვილი 9 აპრილის შემდეგაც და დღესაც, აი როცა მე თქვენ გესაუბრებით და ძალიან ბევრი, მათ შორის მე, ჩემი მომხრეები, სააკაშვილზე გაღიზიანებული, გაბრაზებული, სააკაშვილისგან შეურაცხყოფილი ადამიანები თუ შედარებით კიდევ უფრო ზომიერად განწყობილი ადამიანები უცქერენ შენს გადაცემა, სააკაშვილი არის პრეზიდენტი. ეს არის რეალობა. ჩვენ ქრისტიან-დემოკრატები ვსაუბრობთ რეალობაზე, რადგან პოლიტიკა მიგვაჩნია არა ილუზიებისა და ემოციების საუფლოდ, არამედ რეალობის ხელოვნება. ილუზია, მისი წასვლის ეს იყო ილუზია, რომ მხოლოდ საპროტესტო აქციების შედეგად სააკაშვილი გადადგებოდა. ეს იყო ილუზია და ეს არის ილუზია დღესაც. ამიტომ ჩვენ ქრისტიან-დემოკრატები არასოდეს ვატყუებთ მოსახლეობას. რისიც წამს და გვჯერა, იმას ვეუბნებით. და ვეუბნებით იმას, რომ სააკაშვილის დაძლევა შესაძლებელია, მაგრამ ამას სჭირდება სწორი ტაქტიკა და მიგვაჩნია, რომ ჩვენი ტაქტიკა არის სწორი. სხვას რო თავი დავანებოთ, ის ტაქტიკა, რომელიც არჩეული ქონდა ცალკეულ რადიკალურ ოპოზიციურ ლიდერებს, აღმოჩნდა მცდარი. თუმცა მე მინდა გაგახსენოთ, რომ თავად იმ რადიკალურ ოპოზიციაში არ იყო ერთსულოვნება, როდესაც 9 აპრილის მოლოდინები იქმნებოდა და მე გეტყვით მეცაც. გეტყვით იმასაც, რომ ჯერ კიდევ 9 აპრილამდე რადიკალური ოპოზიციის შემდეგ უკვე 9 აპრილის საორგანიზაციო კომიტეტის წევრები, მათ შორის ბატონი კახა შარტავა, ეროვნული ფორუმის წარმომადგენლები, გუბას ჯერმეგობარი და სხვები, ხო, იგივე ალასანია, ამბობდნენ იმას, რომ არ შეიძლებოდა ამ 9 აპრილის asset თარიღად ქცევა და რომ ჯერ ოპოზიცია სჭირდებოდა გარკვეული მოსამზადებელი სამუშაოების ჩატარება, თუნდაც დაამთავრებინეთ იმ რადიკალური მიზნის განსახორციელებლად. ამიტომ ჩემთვის გაცილებით გასაგებია დავუშვათ ეროვნული ფორუმის პოზიცია და იქნებოდა, რადგან ის მიყვება თანმიმდევრულად იმ რადიკალურ გზას, მაგრამ გაუგებარია იმ ადამიანების პოზიციები, რომლებიც სააკაშვილს, რა ვიცი, ანტიქრისტად აცხადებენ და შემდეგ ანტიქრისტესთან სალაპარაკო დიალოგზე შედებიან. არ უნდა წასულიყვნენ, გიორგი, უკაცრავად თუ შეგიძლიათ მას, როდესაც თქვენ ამბობთ, რომ დიალოგი მშვიდობიანი გზით უნდა მოხდეს, არა რევოლუციური გზით, ამ დროს აცხადებთ, რომ მასთან თურმე დიალოგი წარმოუდგენელი. არა, მე მიკვირს იმ ადამიანების პოზიცია. თორემ ერთი რამ, რაც მე თქვენთან აი აქ ამ მაგიდასთან ყოფნის დროს ვთქვი, იყო ის, რომ როგორც არ უნდა განვითარებულიყო მოვლენები, რაც არ უნდა რადიკალური მოთხოვნები ყოფილიყო 9 აპრილოთ, ეს ყველაფერი მაინც დამთავრდებოდა მოლაპარაკებათა მაგიდასთან და ხელით ჩამოყალიბდა. თუმცა ეს იყო უშედეგო მოლაპარაკება. ესე მოხდა? ანუ დიალოგი დაიწყო, ხელი ჩამოართვეს ერთმანეთს, რაც ჩემი აზრით ძალიან კარგია და მიმაჩნია, რომ ეს არის გზა სწორედ შედეგების მიღწევის და განვითარების, მაგრამ ვინ იყო მართალი?
მე ჩვენ ვიყავით ქრისტიან დემოკრატები თუ ის ადამიანები, რომლებიც ამბობდნენ, რომ ჩვენ არასოდეს არანაირ მოლაპარაკებას სააკაშვილთან არ წავალთ და ერთ-ერთი რაც მისგან გვაინტერესებს, მის მიერ დაწერილი განცხადება მისი გადადგომის და ქვეყნიდან წასვლის თაობაზე. კი ბატონო, გიორგი, მაგრამ ხა ნიშნის მოგეთ საუბარს არ ვაპირებ არავისთან, მე მიმაჩნია უბრალოდ, რომ ის მიდგომა, რომელიც დღეს იმარჯვებს რადიკალურ ოპოზიციაში და ამ შემთხვევაში განსაკუთრებით ხაზი მინდა გაუსვა ირაკლი ალასანიას გამონათქვამებს და მისი პოლიტიკური ჯგუფის წარმომადგენლებისა, რომლებიც ხვდებიან იმას, რომ სააკაშვილის დაძლევა ასე მარტივად ვერ მოხერხდება მშვიდობიანი გზით და რომ ამას ჭირდება სააკაშვილის ხელისუფლების ნაწილ-ნაწილ დაცლა და მისგან გამოცლა ამ ყველაფრის, ეს არის ერთ-ერთი სწორი გზა და რაც მეც დავაგვიანებთ, მით უფრო გადაიწევს ეს თარიღი. ერთი წუთით, გიორგი, გასაგებია ეს ყველაფერი ნაწილ-ნაწილ დაშლა, მაგრამ აი იგივე ლევან გაჩეჩილაძე მაგალითად გააკეთა განცხადება, რომ ეჭვი არავის არ ეპარება და იგი აბსოლუტურად დარწმუნებული არის იმაში, რომ ალასანია ასევე მხარს უჭერს სააკაშვილის გადადგომის მოთხოვნას და ეს არის მათი ერთიანი პოზიცია. ინგა ჩათვალეთ, რომ ეს როგორ არის, ის სააკაშვილის გადადგომის მოთხოვნა ოპოზიციონერების პაროლებით იქცა. ჩათვალეთ, რომ მეც მხარს უჭერ. აი მაგრამ თქვენი განცხადებები იგივე იმ ოპოზიციის განმარტებით ემსახურება მოძრაობის არსებობის გახანგრძლივებას და ეს არის რეალურად სააკაშვილის მხარდაჭერა და არა მისი წასვლის სიტყვები თუ არის მთავარი პრობლემა, მე თქვენს ეთერში გეუბნებით, მე ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის ლიდერი და გიორგი თარგამაძე. მეც მხარს უჭერ მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებიდან წასვლას კიდევ ერთხელ. აი ეს არის პაროლი, ხო, ოპოზიციონერობის. ვთქვით, დამთავრდა. ეხლა დაუბრუნდოთ რეალობას. სააკაშვილი გეუბნება, რომ არ გადავდგები. სააკაშვილის ხელისუფლება, როგორც იყო მონოლითური, ისე დარჩა, ნახეთ, ხო? ანუ არ ზრდევადაუწეთ. ვახოსანაიას გადაცემის რეკლამაში არის ჩამჯდარი თქვენი ერთი გამოსვლა და ის მაქვს უჩარჩენილი, რომ შევარდნაძესაც არ ეგონაო თუ მოუწევდა წასვლა, მაგრამ წავიდაო. რომ რევოლუცია მოხდებოდა, მაგრამ წავიდა. კი ბატონო. რევოლუცია აქაც შეიძლება მოხდეს. რისი წინააღმდეგია, რადგან აი დააკვირდით როგორ შეიძლება განვითარდეს ახლა მოვლენები, ხო? ოპოზიციას რა გზა აქვს რადიკალურს დარჩენილი. კიდევ უფრო მეტად ვითარების ესკალაცია, ასე ვთქვათ, რომ უფრო მუხტი არ დაიკარგოს, არ გაქრეს, ამას ჭირდება უფრო მეტი შეშის და შეშის დამატება, ხო? რომ ეს კოცონი არ ჩაქრეს. ეს მარტივი ისტორია არის, ხო, პოლიტიკაში. ანუ თუ ჩვენ მივდივართ ესკალაციის გზით და მოვლენების კიდევ უფრო მეტად დაძაბვის გზით, ამას შეიძლება გქონდეს მხოლოდ ორი დასასრული. თუ ეს ყველაფერი მშვიდობიანის ფარგლებში ტარდება, ვიკრიბებით 26 მაისს, ჩამოვივლით იმას აღლუმს დავარქმევთ თუ რას მნიშვნელობა არ აქვს, მშვიდობიანად დავიშლებით და ასე შემდეგ, სააკაშვილი ჩვეულებრივად რჩება პრეზიდენტი და აგრძელებს პრეზიდენტობას. თუ კი მოვლენები ვითარდება კიდევ უფრო მეტი ესკალაციის გზით და რაღაცა ძალადობის ნიშნები გამოჩნდება და სამწუხაროდ გქონდა ასეთი ფაქტი, თუნდაც 6 მაისს, როცა ძალიან საშიში ზღვარის წინაშე აღმოჩნდით ყველანი. ვიზზე არის ეს პასუხისმგებლობა? აკვირდე დაასრულებ. პირველ რიგში ხელისუფლებაზე, მაგრამ მე ვამბობ პროცესზე. შედეგად მივიღებთ რას? ან ძალადობის გზით განხორციელებული, აი ამ ძალადობის ჩახშობას მოყვება სააკაშვილი, როგორც სრულად შემდგარი დიქტატორი, რომელიც ქვეყანაში დაამყარებს კიდევ უფრო მკაცრ წესრიგს, ტელევიზიებზე განხორციელდება სრული კონტროლი, დააპატიმრებენ ოპოზიციის ცალკეულ ლიდერებს და ჩვენ აქ 1 წლის განმავლობაში მივიღებთ დაახლოებით იმ სურათს, რაც იყო ჩვენს მეზობელ სასუნთქეთში. ან მეორე შედეგი იქნება ის, როდესაც ამ ძალადობის ფორსირების შემთხვევაში სააკაშვილს სისხლისღვრით გავაქცევთ საქართველოსთან. ესეც მეორე უბედურება. ამიტომ გამოსავალი არის იმაში, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით თვეების წინ. გამოსავალი იყო იმაში, რაზეც სააკაშვილმა დაიწყო ლაპარაკი სექტემბერში და შემდეგ საქმეთა არაქცია. სწორედ ამის გამო შექმნილ კრიზისზე მთავარი პასუხისმგებელი პირი არის მიხეილ სააკაშვილი, საპარლამენტო უმრავლესობა, რომელმაც მხოლოდ დაიწყეს ლაპარაკი დემოკრატიის ახალ ტალღაზე და არაფერი გააკეთეს მის რეალურად ქცევისათვის. სწორედ დემოკრატიის ახალი ტალღა, ეს თუ ასე მომხდარიყო, ეს თუ ასე მომხდარიყო, ყოველგვარ რადიკალიზმს არავის არ დაუჯერებია იმავე რადიკალური ოპოზიციიდან. მოდი შევთანხმდეთ. არავის არ ქონია იმის ილუზია, რომ რაიმე შეასრულებდა. მე მინდა ერთი ასეთი კითხვა დავსვა, გიორგი, დიდი ბოდიში. მე მესმის ეს განცხადებები თქვენ არ უჭერთ მხარს ამ რევოლუციურ ცვლილებებს, ძალადობის გზით და ასე შემდეგ, მაგრამ გამოსავალი რაშია? ის წინადადებები, რაც ქრისტიან-დემოკრატების მხრიდან გაჟღერდა, ოპოზიციის დანარჩენ ნაწილს ქუჩაში ვინც დგას, მიაჩნია, რომ ეს არის გახანგრძლივება სააკაშვილის ხელისუფლებისთვის ვადის, რომ თქვენ ამით ახმოვანებთ სააკაშვილის სურვილს, რომ ეს უნდა მიხეილ სააკაშვილს და ამას ეთანხმებით თქვენ და ეს არის ფორმალობა უბრალოდ. მოდი მარტივად ახსნათ სიტუაცია, ხო? ჩვენ გამოვაქვეყნეთ 7 პუნქტიანი გეგმა დიალოგის წინაპირობების შესაქმნელად. ეს გეგმა იწყებოდა ტელეკომპანია იმედის თავიანთი ფლობელებისათვის დაბრუნებით, გრძელდებოდა სასამართლოს თავმჯდომარის ცენტრალური საარჩევნო კომიტეტის
კომისიის თავმჯდომარის გადადგომით და ასე შემდეგ. რა დაგიკმაყოფილეს ამ სწორედ მომისმენთ მე თქვენ კითხვას გიბრუნებთ უკან. რომელიმე მათგანი დააკმაყოფილა სააკაშვილმა. თუ კი ეს სააკაშვილის მიერ შემოთავაზებული გეგმა იყო, ერთი მაინც ხო უნდა გაეკეთებინა. შემდეგ ჩვენ ვნახეთ, რომ დაახლოებით იგივე დაიწყო საკონსტიტუციო შემდეგ ჩვენ ვნახეთ, რომ დაახლოებით იგივე თემებზეა საუბარი ახლა, როდესაც რადიკალური ოპოზიციის ცალკეული წარმომადგენელი ამბობს, რომ ამ თემებზე უნდა ელაპარაკონ სააკაშვილს, ხო? ანუ რა გამოდის, ჩვენ რასაც ვიზახდით მანამ, დღეს ეს გახდა ოპოზიციის მიერ სალაპარაკო სააკაშვილთან. ჩვენ ამას დიალოგის ფორმატში განსახილულ თემებად კი არ ვაყენებდით. საერთოდ დიალოგის წინაპირობად მიგვაჩნდა. ამ წინაპირობების გარეშე დაიწყო ეს დიალოგი, მაგრამ კაი ბატონო ჯანდაბას კი არა და საბედნიერო დაიწყო და ნეტა გაგრძელდეს. ჩვენი მთავარი ამოცანა არის ქვეყნის სახელმწიფოებრიობის გადარჩენა და ხალხისთვის ღირსეული საცხოვრებელი პირობების შექმნა. ამის მთავარი წინაპირობა იქნება ქვეყანაში მნიშვნელოვანი სისტემური ცვლილებების განხორციელება, რადგან არც სააკაშვილის წასვლა მთავარი ამოცანა და არც მისი შემცვლელების მოყვანა ხელისუფლებაში. გიორგი, მაგრამ იმ საკონსტიტუციო ცვლილებებით, რომელზეც კომისიამ უნდა იმუშაოს, ძალიან ბევრი გამოთქვამს ასეთ ეჭვს, რომ ეს არისო პუტინიზაციის გზა, რომ სააკაშვილს დღეს ჭირდება საკონსტიტუციო ცვლილებები თავად, იმიტომ რომ მას მოუწევს ყველა შემთხვევაში წასვლა და მას უნდა ვთქვათ ამ ცვლილებებით შეინარჩუნოს ხელისუფლება და ამაში ეხმარება საპარლამენტო ოპოზიცია. მე მოვისმინე ცალკეული პოლიტიკოსების გამონათქვამი ამ თემასთან დაკავშირებით. ეჭვი არ მეპარება მათ პოლიტიკურ კვალიფიკაციაში და არც თქვენსაში მით უმეტეს და მინდა შეგახსენებთ, რომ პუტინს სწორედაც რომ იმ სისტემაში მოუხდა განხორციელება აი ამ პუტინ-მედვედევის დუეტისა, რომელიც მოქმედებდა. თუ კი მას უნდა, ანუ სააკაშვილს ამის გაკეთება, დღეს მას ამის გაკეთება შეუძლია მოქმედ სისტემაში. როდესაც თვითონ გახდება პრემიერი, უპრობლემოდ საქართველოს პარლამენტში ყავს ისედაც საპარლამენტო უმრავლესობა და პრემიერს ისედაც გაუზდის უფლებამოსილებს. ეს არის როგორ იცი, აი თევზიო, რომელიც ყველა იმაში ჭიაყელს ანკეს ეძებს, რომ შეერი დარჩებაო. ჩვენ უნდა ვიფიქროთ არა სააკაშვილზე, ან მის შემცვლელებზე, ან ვიღაცის გახანძგლევება, შემოხანგრძლივებაზე. არამედ იმაზე, რომ ჩვენი სახელმწიფოს მშენებლობას მყარი საფუძველი ჩაუყაროთ და მყარი საფუძველი იქნება მხოლოდ და მხოლოდ ევროპულ საპარლამენტო მოდელზე ჩვენი სახელმწიფოს გადაღება. მაგრამ ეს ხომ დროში იქნება გაწერილი, ჩვენი საუბრის დრო იწურება და მე მაინტერესებს, ანუ როდესაც თქვენი ოპონენტები ამ შემთხვევაში სამწუხაროდ ოპოზიციიდან ჩემი დედულეთი არის გურია და გავიზარდე ლამის იქ, ხო? ფიცხი ადამიანები არიან გურულები და თითქოს ვიღაცას გონია სულსწრაფები, მაგრამ იქ ვისწავლე მე ზუსტად ბრძენი გლეხი ადამიანებისაგან, რომ შორი გზით უნდა მოვარო სახში მშვიდობით. 2013 წლამდე რომ გაგრძელდეს ეს შორი გზა. არავითარ შემთხვევაში. ეს არის უკვე დემაგოგია სხვების მიერ ნათქვამი და არა ჩემს მიერ ნათქვამი. ქრისტიან დემოკრატების მიერ შეთავაზებული ვარიანტით, რომელიც უნდა დაწყებულიყო ჯერ კიდევ თებერვალში, ხო, საკონსტიტუციო რეფორმის კომისიის შექმნით. ჩვენ დავკარგეთ 4 თვე, რაც უფრო გვიან დაიწყებს, ეს დრო კიდევ უფრო იქით გადაიწევს, არა? ჩვენ ამბობთ, რომ ახალმა კონსტიტუციამ უნდა შექმნას ახალი პოლიტიკური რეალობა შექმნის კიდეც და ახალმა პოლიტიკურმა რეალობამ ახალი პოლიტიკური კალენდარი. მათ შორის ახალი საპარლამენტო არჩევნების, ახალი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების შედეგებითაც. ჩვენ ამაშია საქმე, გიორგი. ანუ როდესაც ეს პრეტენზიები ისმის, ავტომატურად ჩნდება კითხვა ვადებთან დაკავშირებით. ძალიან რამეს გეტყვი, მარტივ რამეს გეტყვი. თუ კი რადიკალური ოპოზიცია მშვიდობიანი მეთოდებით კონსტიტუციურ ჩარჩოებში მიაღწევს იმას, რომ სააკაშვილი წავა, ჩვენ მათ მხოლოდ ტაშს დავუკრავთ. მაგრამ ამის პარალელურად ეს არ ნიშნავს იმას, რომ ვინმეს ეკრძალება და არ უნდა იმუშაოს ახალი კონსტიტუციის მომზადებაზე. მე მგონია, რომ ეს ძალიან პოზიტიური ნაბიჯია და მე მგონია, რომ ეს არანაირად პირდაპირ კავშირში არ მოდის იმასთან, რაც ხდება ქუჩაში. ეს კონსტიტუცია ხო დასაწერია. ეს სისტემა ხო მოსამზადებელია. ეს საარჩევნო კოდექსი ხო მოსამზადებელია. ანუ ოპოზიცია მაკეთოს თავის საქმე ქუჩაში და თქვენ პარლამენტში. არა ბატონო, ისინი, ვისაც აქვს სურვილი და აქვს, რა თქმა უნდა, უზარმაზარი გამოცდილება, არა მარტო რადიკალური ოპოზიციის რიგებში, უპირველეს ყოვლისა, ჩვენ სამეცნიერო წრეებში, ჩვენ საზოგადოებაში, ყველა უნდა ჩაერთოს ახალი ქართული კონსტიტუციის მომზადებაში, რასაც არანაირი კავშირი არ აქვს იმასთან, რაც ხდება ქუჩაში. ჩვენ გვჭირდება ახალი ქართული სახელმწიფოს კონსტიტუციური ყალიბი და ამ ყალიბის ჩამოყალიბებაში ყველამ უნდა შევიტანოთ ჩვენი წვლილი. ძალიან დიდი მადლობა გიორგი, ვიდრე გაგიშვებ ამ სტუდიიდან, მე უნდა დაგისვა ასეთი კითხვა. სწორედ პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ კიდევ ერთხელ აქტუალური გახდა გიორგი თარგამაძის თემა. მე მინდა მოვისმინოთ თქვენი კომენტარი ნინო ბურჯანაძის მიერ გაკეთებული განცხადებიდან. მოვისმინეთ სალომე ზურაბიშვილის განცხადებები, თქვათ ოპოზიციის განცხადებები თქვენთან მიმართებაში, მაგრამ ახალი სეგმენტი, რომელიც გაჩნდა ამ დაპირისპირებაში, ეს იყო ნინო ბურჯანაძე და ტელეკომპანია იმედის თემა. ხომ არ გექნებოდათ რაიმე პასუხი? ტელეკომპანია იმედის მთავარი გამხსნელის ამპლუაში, ხო, ქალბატონი. ინგა, შენ თავად ხარ მოწმე იმის, რომ მე მაქსიმალურად ვარიდებდი და ვარიდებ თავს ასეთი ტიპის ცილისაემბლურ გამოხტომებზე ვინმესთან კამაც, რადგან რაც შეეხება ზოგადად ტელეკომპანია იმედს,
მე მიმაჩნია და ახლაც მიმაჩნია და ქრისტიან დემოკრატების მოთხოვნათა შორის ეს ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა, რომ არა მარტო უნდა დაუბრუნდეს ტელეკომპანია იმედი თავის პატრონს და მე მიმაჩნია რომ მესაკუთრეები იყვნენ და არიან პატარგაჩვილის ოჯახის წევრები და მე ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის რომ ეს ასე მოხდეს. მაგრამ ამავე დროს დადგება დრო ამ ქვეყანაში უბრალოდ დარწმუნებული ვარ რომ ეს სააკაშვილის ხელისუფლების პერიოდში არ მოხდება, როცა მოხდება ობიექტური გამოძიება იმ ყველაფრისა, რაც იმედის გარშემო დატრიალდა და ჩვენს თავზე დატრიალდა. ეხლა რაც შეეხება ქალბატონი ნინოს ამ პრეტენზიებსა და ბრალდებებს, იცით, სიმართლე რო თქვა, ჩვენ რაღაც გარკვეულწილად მართლა ვართ ყველანი დამნაშავეები, როდესაც უმადურად ვიქცევი და არ უფასებთ ამ ქალბატონს თავის უზარმაზარ 8 წელს ქართული დემოკრატიის განვითარებაში, რადგან მისი ოჯახი ნამდვილად მათ შორის შევარდნაძის პერიოდში ნამდვილად ასოცირდებოდა არაკორუმპირებული შევარდნაძის რეჟიმთან და ნამდვილად შევარდნაძის დროინდელი პროკურატურის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი ქალბატონი ნინოს მეუღლე ბატონი ბადრი ბიწაძე ნამდვილად იყო შევარდნაძის პროკურატურის უბიწოების მთავარი განსახიერება. თავად ქალბატონი ნინოც ძალიან დიდი დამსახურება აქვს მას ქართული კონსტიტუციის გალამაზებასთან დაკავშირებით და ჩვენ ყველას გვახსოვს რომ სწორედ მისი ბრძოლის შედეგი იყო ის რომ საქართველოს კონსტიტუცია გადაურჩა სააკაშვილის მხრიდან გაუპატიურებას და ის არ გახდა შემდეგ უკვე კანონიერი დიქტატორი ქვეყანაში. თავად ქალბატონი ნინოს ძალიან დიდი დამსახურება ის რომ ის მართლაც აი ამბრაზურასავით გადაეფარა იმ მესაკუთრეებსა და თაბუკაშვილის ქუჩის მცხოვრებლებს, როდესაც მათი სახლებისა და ბიზნესების დასანგრევად ბულდოზერები მიდიოდა იქ. მისი დამსახურება ის ნამდვილად რომ ტელეკომპანია იმეჯი იქნებოდა უბრალოდ სააკაშვილის განზრახვა რომ ჩვენ კვილებამდე შეერაღებული ავტომატიანებით დავერბიეთ ამის ნაცვლად რომ გაეზიარებინა მისი მოსაზრება და რამენაერად აი როგორც თვითონ თქვა კაბელი გადაეჭრათ და დაედუმებინათ ერთ-ერთი მართალი სიტყვა იმ დროიდან საქართველოში. მისი დამსახურება ის ნამდვილად რომ 5 იანვარს როგორც პრეზიდენტმა ყველაზე სამართლიანი და ობიექტური არჩევნები ჩაატარა საქართველოში და მისი დამსახურება ისიც რომ ის ყოველთვის გულთან ახლოს მას მიჰქონდა ქართული ოპოზიციის მოთხოვნები, მათ შორის მისი დამსახურებაა ის, რომ საქართველოს პარლამენტმა მისი თავმჯდომარეობით შექმნა გვირგვლიანის, ცალანის, რობაქიძის, ვაზაგაშვილის შესახებ საპარლამენტო საგამოძიებო კომისიები გამოძიებული დასჯილი იქნა ეს ხალხი. ეს ყველაფერი ხო მან გააკეთა. ამიტომ არ უნდა დავივიწყოთ და სარკაზმს ჰქონდა ეხლა ადგილი გიორგი თარგამაძის მხრიდან. ნამდვილად უნდა გამოვასწოროთ ეს ტონით პოლიტიკური პასუხი პირველად მოვისმინე. ყველაფერს თავისი საზღვარი აქვს, ყველაფერს აქვს მართლაც თავისი საზღვარი და როდესაც ადამიანები გადადიან რაღაც ზღვარს, რადგან მაგ შემთხვევაში ქალბატონმა ნინომ კიდე თქვა რამდენიმე ფრაზა და ძირითადად ამით იყო ამ ბოლო დღეებში დაკავებული, სააკაშვილი გადაავიდა როგორც ჩანს ჩემს გარიგებებთან, მიხეილ სააკაშვილთან და თურმე ვანო მერაბიშვილთან, მისი ქმრის უფროსთან წლების განმავლობაში. ამას ყველაფერს საზღვარი აქვს და მაგ თემებზე ჩვენ ყოველთვის გავცემთ საკადრის პასუხს. და მე დარწმუნებული ვარ, მოვადრო, როცა გამოძიებაც გასცემს საკადრის პასუხს, თორე პოლიტიკურად და საზოგადოების დამოკიდებულების მხრივ მე ღრმად ვარ დარწმუნებული ჩვენს ქვეყანას და ჩვენ საზოგადოებას მეხსიერება არ წაშლია და ამ ქალბატონის პოლიტიკური მოღვაწეობის შესახებ სრულიად გარკვეული და ნათელი წარმოდგენები გააჩნია. კარგით, ეს იყო გიორგი თარგამაძის პასუხი, საინტერესო იყო მას მთელი კვირის განმავლობაში არ გაუკეთებია კომენტარი ამ წამოყენებულ ბრალდებაზე. გეკითხათ, ვეცდებოდი რომ არც ახლა. არა, მე ისე ვერ გაგიშვებდით ნამდვილად ამ სტუდიიდან ეს შეკითხვა რომ არ დამესვა. წარმატებებს გისურვებ გიორგი. მაშასე ეს იყო ქრისტიან დემოკრატების ლიდერი გიორგი თარგამაძე. ასეთი იყო დღევანდელი პოლიტიკური კვირა. კვირის მთავარი თემით მომავალ კვირა ზუსტად 20 საათზე ჩვენ ვიქნებით კვლავ პირდაპირ ეთერში. გისურვებთ მშვიდობას მთელ საქართველოს. დიდი მადლობა რომ გვიყურეთ. ნახვამდის.